როდესაც გურანდა გაბუნია პირველად შევიდა ოთარ მეღვინეთუხუცესის სახლში, როგორც ახალგაზრდა ცოლი, მან ერთი უცნაური დეტალი შენიშნა. ყველა ფანჯარაზე იდგა მძიმე ბარდები. თითქოს ეს არ იყო სახლი, არამედ ციხე. მეზობლები ჩუმად ჩურჩულებდნენ, რომ ეს ბარდები არ იყო ქურდებისგან დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქალბატონი ვერ გაქცეულიყო. ოთარის უახლოესი მეგობარი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ინახავდა ამ საიდუმოს, დღეს პირველად ლაპარაკობს კამერის წინაშე და ამბობს. ის არ იყო სიყვარული, ის იყო ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც გურანდა უწოდებდა ერთგულებას. რატომ ინახავდნენ ამ ოჯახურ საიდუმოს მთელი საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული მსახიობის ოჯახში? რა ხდებოდა იმ კედლების უკან, სადაც მთელი თბილისი ხედავდა მხოლოდ იდეალურ წყვილს? ვინ იყო ნამდვილი ოთარი? ეკრანის გმირი თუ ოჯახური ტირანი? და რატომ ამბობდა გურანდა, რომ ეს პათოლოგიური ეჭვიანობა იყო მისი ბედნიერების ფასი? თბილისის თეატრალურ წრეებში 1970-იან წლებში ყველა მიცოდა. თუ გინდა ოთართან შეხვედრა, არასოდეს ახსენო გურანდას სახელი, სხვა მამაკაცის თანდასწრებით. ის იყო ადამიანი, რომელიც შეეძლო სცენაზე ყველაზე რბილი და ლირიკული პერსონაჟის შესრულება, მაგრამ კულისებში ხდებოდა ისეთი სცენები, რომლებზეც თეატრის ადმინისტრაცია უხჩებდა ყველას დაივიწყოს. გრიმიორის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც მაშინ ახალგაზრდა გოგო იყო და დღეს უკვე 80 წლის ქალბატონია, იხსენებს. ერთხელ ოთარმა გურანდას თეატრში მოიყვანა და მთელი რეპეტიციის განმავლობაში იჯდა დარბაზში, უყურებდა თუ როგორ უყურებდნენ მას სხვა მსახიობები. შემდეგ სახლში წაიყვანა და 3 დღის განმავლობაში არავინ ნახეთ. მეზობლები ამბობდნენ, რომ ღამით ყვირილი ისმოდა, მაგრამ არა ძალადობრივი. ის ტიროდა და ევედრებოდა, რომ არ მიეტოვებინა. ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით უყვარდათ. მისი დათა თუთაშხია იყო ის როლი, რომელმაც მას გახადა არაუბრალოდ მსახიობი, არამედ ხალხის გმირი, ლეგენდა, სიმბოლო. მილიონობით ქალი ოცნებობდა მასთან ერთი საღამოს გატარებაზე, მაგრამ მხოლოდ ერთმა ქალმა იცოდა, რა ფასი ჰქონდა ამ ადამიანის გვერდით ყოფნას. გურანდა გაბუნია იყო თავად ცნობილი მსახიობი, ლამაზი, ნიჭიერი, დამოუკიდებელი ქალი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი მამაკაცის არჩევა. მაგრამ მან აირჩია ოთარი და ამ არჩევანმა გადააქცია მისი ცხოვრება ოქროს გალიაში. ლამაზ, ბრწყინვალე, მაგრამ მაინც გალიაში. მათი ქორწილი 1970-იან წლებში იყო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა. მთელი ქალაქი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მოიპარა ოთარმა გურანდა სხვა მსახიობისგან, რომელიც მაშინ მის საქმროს ითვლებოდა. თვითონ ოთარი ამბობდა მეგობრებთან: მე ვნახე ის და მივხვდი, რომ ეს არის ჩემი ქალი. არ აქვს მნიშვნელობა ვისი იყო, ვისთან იყო, ის უნდა იყოს ჩემთან. ეს არ იყო რომანტიკული ახტაცება, ეს იყო მფლობელობითი ინსტინქტი, რომელიც მთელ მის შემდგომ ცხოვრებას განსაზღვრავდა. გურანდა მაშინ 22 წლის იყო, ლამაზი, როგორც გაზაფხულის დილა, და არ იცოდა, რომ ამ კაცის სიყვარული იქნებოდა მისი ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე მძიმე ტვირთი ერთდროულად. პირველი თვეები იყო როგორც ზღაპარი. ოთარი აკრიდა მას ყვავილებს, წერდა პოეზიას, მღეროდა მისთვის ღამით ბალკონზე, რომ მთელი უბანი ისმენდა. მაგრამ უკვე მესამე თვეს გურანდამ შენიშნა. ოთარი იწყებდა ყოველი მისი ნაბიჯის კონტროლს. თუ ის თეატრში რეპეტიციაზე აგვიანებდა 10 წუთით, ოთარი უკვე იქ იყო, ეძებდა მას კულისებში. ეკითხებოდა ყველას, სად იყო, ვისთან იყო, რატომ არ უპასუხა ტელეფონს. კოლეგები იწყებდნენ თავის არიდებას, რადგან არავის სურდა ოთარის რისხვის ობიექტი გამხდარიყო. ერთ-ერთმა რეჟისორმა, რომელიც მაშინ ახალგაზრდა იყო და დღეს უკვე გარდაცვლილია, დატოვა დღიური, სადაც წერდა: გურანდა არის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, მაგრამ მე აღარ შემიძლია მისთვის როლების მიცემა, რადგან ოთარი მოდის ყოველ რეპეტიციაზე და ზის დარბაზში როგორც ციხისმცველი. ეს არის შემოქმედების მკვლელობა. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა თეატრში, არამედ სახლში. ოთარს ჰქონდა წესი. გურანდამ უნდა ეცვა მხოლოდ ის, რასაც ის ამტკიცებდა. არა მოკლე კაბები, არა დეკოლტე, არა ნათელი ფერები. მხოლოდ მუქი, დახურული, უხერხული ტანსაცმელი, რომელიც მალავდა მის ლამაზ ფიგურას. როდესაც გურანდა ეწინააღმდეგებოდა, ოთარი არ ხვიროდა, არ იყო ძალადობრივი. ის უბრალოდ იწყებდა ტირილს. ტიროდა როგორც ბავშვი და ამბობდა: შენ მინდა მიმატოვო, შენ მინდა სხვა მამაკაცებს მოსწონდე, შენ არ მიყვარხარ. და გურანდა, რომელსაც არ შეეძლო მისი ტანჯვის ხილა, ემორჩილებოდა. ეს იყო მანიპულაცია, რომელსაც ფსიქოლოგები დღეს უწოდებენ ემოციურ შანტაჟს, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირში ამას უწოდებდნენ ძლიერ სიყვარულს. რატომ ინახავდა გურანდა ამ საიდუმოს?
რატომ არ ესაუბრა არავის იმაზე, რომ მისი ცხოვრება იყო ოქროს გალია? რა იყო ის, რაც აიძულებდა მას ყოველ დილას ღიმილით გამოსულიყო სახლიდან და ეთქვა ჟურნალისტებისთვის, ჩვენ ვართ ბედნიერი ოჯახი. და რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც გურანდამ პირველად სცადა სახლიდან გაქცევა და აღმოაჩინა, რომ პარი ჩაკეტილი იყო გარედან. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა და ადამიანები იწყებდნენ თავისუფლად საუბარს, გურანდა გაბუნიას ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა, რომელიც მაშინ თბილისის კინოსტუდიაში მუშაობდა, პირველად გაბედა და კითხა: რატომ იტანჯები? რატომ არ ტოვებ მას? გურანდამ მაშინ უპასუხა ფრაზით, რომელიც ამ მეგობარს დღემდე ახსოვს. იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მისი გადარჩენა. თუ მე წავალ, ის დაიღუპება. ეს არ იყო უბრალოდ სიყვარული, ეს იყო მისია, რომელიც გურანდამ საკუთარ თავს დააკისრა. იყო მხსნელი ადამიანისა, რომელიც ერთდროულად იყო მისი ტირანი და მისი ბავშვი. ოთარ მეღვინეთუხუცესის ეჭვიანობა არ იყო უბრალოდ ხასიათის თვისება. ეს იყო დაავადება, რომელიც იზრდებოდა წლების განმავლობაში, როგორც კიბო. თავიდან ეს იყო მხოლოდ პატარა ეპიზოდები. თუ გურანდა ღიმილით ესალმებოდა მეზობელს, ოთარი მთელი საღამოს დუმდა და შემდეგ ღამით ეკითხებოდა: რატომ ისე უყურებდი მას? თუ გურანდა ტელეფონზე საუბრობდა დასთან, ოთარი იდგა გვერდით და უსმენდა ყოველ სიტყვას. ცდილობდა გაერკვია: ვინ იყო ის? რაზე საუბრობდნენ? რატომ იცინოდა გურანდა? მაგრამ წლების შემდეგ ეს გადაიზარდა რეალურ პარანოიაში. 1990-იან წლებში, როდესაც გურანდას მიეცა მთავარი როლი ერთ-ერთ ახალ ფილმში, ოთარმა პირდაპირ უთხრა რეჟისორს: თუ ჩემს ცოლს ექნება საკოცნის სცენა, მე მოვკლავ თქვენ ორივეს. რეჟისორმა თავიდან ეს მიიჩნია ხუმრობად, მაგრამ როდესაც გადაღების პირველ დღეს ოთარი გამოჩნდა მოედანზე ხელში ბოთლით და დაიწყო ხვირილი, ყველა მიხვდა, ეს არ იყო ხუმრობა. გურანდა უარი თქვა როლზე. მან უთხრა რეჟისორს, რომ ავად იყო, რომ არ შეეძლო, რომ ბოდიშს იხდიდა. მაგრამ რეჟისორმა იცოდა სიმართლე და მან დატოვა ჩანაწერი თავის არქივში. გურანდა გაბუნია არის ტყვე. ის ცხოვრობს ციხეში, რომელსაც ქვია სიყვარული. მაგრამ ყველაზე საშინელი ეპიზოდი მოხდა 1990-იან წლების ბოლოს, როდესაც გურანდას მოუწია წასვლა მოსკოვში, სადაც ერთ-ერთი დიდი თეატრალური ფესტივალი იმართებოდა. ოთარი მაშინ იყო გადაღებებზე და ვერ წავიდა მასთან ერთად. გურანდა წავიდა თბილისის თეატრის დელეგაციასთან ერთად, სადაც იყო კიდევ 5 მსახიობი და 2 რეჟისორი. ისინი იყვნენ მოსკოვში 3 დღის განმავლობაში. პირველივე საღამოს, როდესაც გურანდა დაბრუნდა სასტუმროში, ტელეფონი რეკავდა. ეს იყო ოთარი. მან კითხა: სად იყო? ვისთან იყო? რა ეცვა? ვინ უყურებდა? გურანდამ უპასუხა ყველა კითხვაზე, მაგრამ ოთარი არ დამშვიდდა. მან დარეკა ყოველ საათში, მთელი ღამის განმავლობაში, 10 ჯერ, 15 ჯერ, 20 ჯერ. გურანდა ვერ ეძინა. მეორე დღეს, როდესაც დელეგაცია წავიდა ფესტივალზე, გურანდას თან ახლდა ოთარი. ის ჩამოფრინდა მოსკოვში, მიატოვა გადაღებები, გადაიხადა უზარმაზარი ჯარიმა, მაგრამ ჩამოვიდა, რადგან არ შეეძლო იმის აღება, რომ გურანდა იყო სხვა ქალაქში, სადაც ის ვერ აკონტროლებდა მას. დელეგაციის წევრები იყვნენ შოკში. ერთ-ერთმა მსახიობმა, რომელიც დღეს უკვე პენსიაზეა და ცხოვრობს თბილისში, იხსენებს: ჩვენ ვიცოდით, რომ ოთარი იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს იყო უკვე სიგიჟე. 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 ოთარ სიგიჟე. ოთარი იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს იყო უკვე 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 სიგიჟე.
ოთარი იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს იყო უკვე სიგიჟე. ოთარი იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს იყო უკვე სიგიჟე. ოთარი იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს იყო უკვე სიგიჟე. ოთარი იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს იყო უკვე სიგიჟე. ოთარი იყო ეჭვიანი. და ეს არ იყო მეტაფორა. ოთარ მეღვინეთუხუცესესი რეალურად იყო დამოკიდებული გურანდაზე, როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე. როდესაც გურანდა არ იყო მის გვერდით, ოთარი იწყებდა ფიზიკურ ტანჯვას. უმაღლდებოდა წნევა, იწყებოდა პანიკური შეტევები, ის ვერ ჭამდა, ვერ ზძინავდა, ვერ მუშაობდა. ერთხელ, როდესაც გურანდა წავიდა თავის დედასთან სოფელში 2 დღით, ოთარი დარჩა სახლში მარტო და მეორე დღეს მეზობლებმა დაინახეს, რომ ის იჯდა ბალკონზე და ტიროდა როგორც ბავშვი. ყვიროდა გურანდას სახელს და ამბობდა: "დამიბრუნდი, მე ვკვდები შენს გარეშე." მეზობლებმა დარეკეს გურანდას და მან დაუყოვნებლივ დაბრუნდა. როდესაც ის შევიდა სახლში, ოთარი იწვა იატაკზე, ცხელებოდა და ბუდბუდებდა. ექიმმა შემდეგ უთხრა გურანდას: "ეს არის ნერვული შოკი. თქვენი ქმარი საჭიროებს ფსიქიატრს, არა თერაპევტს." მაგრამ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანებისთვის, ფსიქიატრთან მიმართვა იყო კარიერის დასასრული. თუ ვინმე გაიგებდა, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი დადის ფსიქიატრთან, ეს იქნებოდა სკანდალი, რომელიც დაასრულებდა მის კარიერას. გურანდამ იცოდა ეს და მან გადაწყვიტა: ის თავად იქნებოდა მისი ექიმი, მისი ფსიქოლოგი, მისი მხსნელი. ის დაიწყო წიგნების კითხვა ფსიქოლოგიაზე, ესაუბრა ექიმებს ფარულად, ცდილობდა გაერკვია, როგორ უნდა მოეპყრო ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პათოლოგიური ეჭვიანობა. და მან იპოვა ერთადერთი გზა: სრული მორჩილება. ის გახდა არა ცოლი, არამედ ჩრდილი, რომელიც მიხვებოდა ოთარს ყველგან, რომელიც არასოდეს ეწინააღმდეგებოდა, რომელიც იყო მხოლოდ მისთვის. გურანდა გაბუნიამ შეწირა თავისი კარიერა. ის იყო ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც შეეძლო დიდი როლები, დიდი წარმატება, მაგრამ მან უარი თქვა ყველაფერზე, რადგან ყოველი როლი, ყოველი გადაღება, ყოველი რეპეტიცია იყო ახალი კონფლიქტი ოთართან. 1990-იანი წლების შუა პერიოდში გურანდამ საერთოდ შეწყვიტა მუშაობა თეატრში. ის რჩებოდა სახლში, ზრუნავდა ოთარზე, ემზადებოდა მას საჭმელს, ელოდა მას სამსახურიდან და ყოველ საღამოს, როდესაც ოთარი ბრუნდებოდა, ის ეკითხებოდა: "სად იყავი? რა გააკეთე? ვისთან ისაუბრე?" და გურანდა უპასუხებდა ყოველ კითხვაზე, დეტალურად, მოთმინებით, როგორც დედა პატარა ბავშვს. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ გურანდა თავად იწყებდა იმის რწმენას, რომ ეს იყო ნორმალური. ის ამბობდა მეგობრებთან: "ოთარი მიყვარს ისე ძლიერად, რომ ეშინია ჩემი დაკარგვის. ეს არის მისი სიყვარულის გამოხატვა." ფსიქოლოგები ამას უწოდებენ სტოკჰოლმის სინდრომს, როდესაც მსხვერპლი იწყებს თავისი ტირანის გამართლებას და თავის დარწმუნებას, რომ ეს არის სიყვარული. გურანდა გახდა ტყვე არა მხოლოდ ოთარის ეჭვიანობისა, არამედ საკუთარი ილუზიისა, რომ ის აკეთებდა სწორს, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ოთარის გადარჩენა. მაგრამ რა ხდებოდა იმ მომენტებში, როდესაც გურანდა რჩებოდა მარტო და უყურებდა ფანჯარას, სადაც იდგა ის მძიმე ბარდები? რა იფიქრებოდა ის, როდესაც ხედავდა სხვა ქალებს ქუჩაში, რომლებიც თავისუფლად დადიოდნენ, იცინოდნენ, ცხოვრობდნენ? და რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც გურანდამ პირველად ხმამაღლა თქვა ოთარისთვის: "მე მინდა განქორწინება." 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველო უკვე იყო დამოუკიდებელი და ძველი საბჭოთა წესები იშლებოდა, გურანდა გაბუნიამ პირველად თავის ცხოვრებაში გაბედა და უთხრა ოთარს: "მე მინდა განქორწინება." ეს მოხდა ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც ისინი იჯდნენ სამზარეულოში და სვამდნენ ჩაის. გურანდამ თქვა ეს წინადადება ისე მშვიდად, ისე ჩუმად, თითქოს ლაპარაკობდა ამინზე. მაგრამ ოთარისთვის ეს იყო როგორც დანის დარტყმა გულში. ის გაშეშდა, ჩიკა ჩამოვარდა მის ხელიდან და დაიმსხვა ხრა იატაკზე. შემდეგ ის ნელად წამოდგა, მივიდა გურანდასთან და ჩაიჩოქა მის წინაშე იატაკზე. დაიწყო ტირილი, არა ჩუმი, არამედ ხმამაღალი, ისტერიული, როგორც ბავშვი, რომელსაც წაართვეს საყვარელი სათამაშო. ის ამბობდა: "მე მოვკვდები შენს გარეშე. მე არ შემიძლია ცხოვრება შენს გარეშე. მე გთხოვ, არ მიმატოო." გურანდა იჯდა და უყურებდა მას. და მის თვალებში იყო არა სიბრალული, არამედ დაღლილობა. ის იყო დაღლილი 20 წლის ამ ბრძოლისგან, 20 წლის ამ მუდმივი კონტროლისგან, 20 წლის იმისგან, რომ იყო არა ადამიანი, არამედ საკუთრება. მან უთხრა ოთარს: "მე მიყვარხარ, მაგრამ მე აღარ შემიძლია. მე მინდა ვიცხოვრო, არა ვიარსებო."
ოთარმა მაშინ გააკეთა რაღაც, რაც გურანდას არასოდეს ელოდა. ის წამოდგა, წავიდა საძინებელში და დაბრუნდა ხელში პატარა ხუთით. გახსნა ეს ხუთი და გურანდამ დაინახა. იქ იყო აბები, ბევრი აბი, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის. ოთარმა უთხრა: ეს არის საძილე აბები, ანტიდეპრესანტები, დამამშვიდებლები. მე ვსვამ მათ უკვე 10 წელია. ყოველ დღე რომ არ გავიგიჟო ეჭვიანობისგან. თუ შენ წახვალ, მე დავლევ ყველას ერთად. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გურანდამ მიხვდა, ის არ იყო მხოლოდ ცოლი. ის იყო ის ერთადერთი ძაფი, რომელიც აკავშირებდა ოთარს ცხოვრებასთან. ოთარ მეღვინეთუ ხუცესი, ეს ძლიერი, ბრწყინვალე, ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც უყვარდა მილიონები, რეალურად იყო ავადმყოფი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ შიშში, მუდმივ ტანჯვაში, მუდმივ პარანოიაში. და გურანდა იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც აკავებდა მას უფსკრულის პირას. მან იცოდა, თუ ის წავიდა, ოთარი რეალურად შეეძლო დაელია ის აბები. ის არ იყო მანიპულაცია, ეს იყო რეალური საფრთხე. გურანდამ მაშინ გადაწყვიტა. ის დარჩებოდა. არა იმიტომ, რომ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ არ შეეძლო იმის ცხოვრება, რომ მისი წასვლის გამო ადამიანი მოკვდებოდა. ის გახდა არა ცოლი, არამედ მედდა, მცველი, ანგელოზი, რომელიც იყო განწირული დარჩენილიყო ამ ციხეში, რომელსაც ერქვა სიყვარული. მან უთხრა ოთარს: კარგი, მე დავრჩები, მაგრამ შენ უნდა დაპირდე, რომ წახვალ ექიმთან. ოთარმა დაპირდა, მაგრამ ეს იყო ცარიელი დაპირება. ის არასოდეს წასულა ფსიქიატრთან, რადგან ეშინოდა, რომ ეს გახდებოდა საჯარო და დაასრულებდა მის კარიერას. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ გარედან საზოგადოებისთვის ისინი რჩებოდნენ იდეალური წხვილი. ოთარი და გურანდა გამოდიოდნენ ღონისძიებებზე ხელჩაკიდებულები, ღიმილით, ლამაზები, ბრწყინვალენი. ჟურნალისტები წერდნენ მათზე სტატიებს, იდეალური ქართული ოჯახი, სიყვარული, რომელიც გაძლებს ცლებს. მაგრამ არავინ იცოდა, რა ხდებოდა იმ კედლების უკან, როდესაც კარი იხურებოდა და ისინი რჩებოდნენ მარტო. არავინ იცოდა, რომ გურანდა ყოველ საღამოს ითვლიდა ოთარის აბებს, რომ დარწმუნებულიყო, რომ მან არ მიიღო მეტი, ვიდრე საჭირო იყო. არავინ იცოდა, რომ გურანდა ძინავდა მსუბუქად, ყოველთვის ერთი ყური ღია, რომ მოესმინა თუ ოთარი წამოდგებოდა ღამით და წავიდოდა სამზარეულოში, სადაც ინახებოდა ის საშინელი 5 აბებით. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ოთარის მდგომარეობა გაუარესდა. მისი ეჭვიანობა გადაიზარდა რეალურ ჰალუცინაციებში. ის იწყებდა ისეთი რამის ხილვას, რაც არ არსებობდა. ერთხელ ის დაბრუნდა სახლში და დაიწყო ხვირილი, რომ ნახა გურანდა ქუჩაში სხვა მამაკაცთან. გურანდა მთელი დღე იყო სახლში, არ გასულა არსად, მაგრამ ოთარი არ სჯეროდა. ის ამბობდა: მე შენ გნახე, მე ნათლად გნახე, შენ იდექი იქ და იცინოდი მასთან. გურანდა მაშინ გაიგო. ეს უკვე არ იყო უბრალოდ ეჭვიანობა, ეს იყო ფსიქოზი, რეალური ფსიქიკური დაავადება, რომელიც საჭიროებდა სერიოზულ მკურნალობას. მან კვლავ სცადა ოთარის დარწმუნება, რომ წასულიყო ექიმთან, მაგრამ ოთარი უარს ამბობდა. ის ამბობდა: მე არ ვარ გიჟი, მე უბრალოდ მიყვარხარ ძალიან ძლიერად. და გურანდა კვლავ რჩებოდა, რადგან არ იცოდა, რა სხვა უნდა გაეკეთებინა. ის იყო თხვე არამხოლოდ ოთარის ეჭვიანობისა, არამედ საკუთარი სიბრალულისა, საკუთარი შიშისა, რომ თუ ის წავიდა, ოთარი რეალურად მოკვდებოდა და ეს იქნებოდა მისი ბრალი. მაგრამ ყველაზე საშინელი ეპიზოდი მოხდა 2000-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც ოთარი ერთხელ დაბრუნდა სახლში და გურანდა ვერ იპოვა. ის იყო უბრალოდ ეზოში, რეცხავდა ტანსაცმელს, მაგრამ ოთარმა არ იცოდა ეს. ის შევიდა სახლში, დაინახა, რომ გურანდა არ იყო და დაიწყო პანიკა. ის დაიწყო ხვირილი, დაიწყო ნივთების თხორცნა, დაიწყო წყოძებნა ყველა ოთახში, როგორც გიჟი. როდესაც გურანდა შემოვიდა ეზოდან და დაინახა ეს სცენა, ის შეშინდა. ოთარი იდგა სამზარეულოში, ხელში ჰქონდა დანა და ამბობდა: სად იყავი? ვისთან იყავი? რატომ იმატოვე? გურანდამ მაშინ პირველად თავის ცხოვრებაში იგრძნო რეალური შიში. არა შიში იმისა, რომ ოთარი დაზიანებდა მას, არამედ შიში იმისა, რომ ოთარი დაზიანებდა საკუთარ თავს. მან ნელა მიუახლოვდა მას, ჩამოართვა დანა და ჩაეხუტა. ოთარი დაიწყო ტირილი, როგორც ბავშვი და ამბობდა: მე ვფიქრობდი შენ წახვედი, მე ვფიქრობდი შენ მიმატოვე, მე ვფიქრობდი, მე დარჩი მარტო. გურანდამ მაშინ მიხვდა, ეს ადამიანი არ იყო უბრალოდ ეჭვიანი, ის იყო ავადმყოფი, ძალიან ავადმყოფი და მას სჭირდებოდა დახმარება, რომელსაც გურანდა ვერ აძლევდა. მაგრამ მაინც ის დარჩა, რადგან არ იცოდა, როგორ წასულიყო.
მეზობლები, რომლებიც ხედავდნენ ამ ყველაფერს წლების განმავლობაში, ამბობდნენ: გურანდა არის წმინდანი. გურანდა არ არის წმინდანი. ის არის ტყვე. ის ცხოვრობს ციხეში, რომელსაც ჰქვია სიყვარული. და ის არ იცის როგორ გაქცეულიყო, რადგან გასაღები არის ოთარის ხელში. და ოთარი არასოდეს გაუშვებს მას. მაგრამ რა მოხდა შემდეგ, როგორ გაგრძელდა ეს ცხოვრება? და რა იყო ის ბოლო ღამე, როდესაც გურანდამ საბოლოოდ მიხვდა, რომ ის არ შეეძლო ამ ადამიანის გადარჩენა. რადგან ოთარი არ იყო მზად გადარჩენილიყო, 2000-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც გურანდა გაბუნია უკვე 50 წლის იყო და მისი ახალგაზრდობა ნელ-ნელა ქრებოდა იმ მძიმე ტვირთის ქვეშ, რომელსაც ის ატარებდა ყოველდღიურად, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ერთ დილას, როდესაც გურანდა ამზადებდა საუზმეს, კარზე დააკაკუნეს. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით 25 წლის, ლამაზი, ნერვიული, რომელიც ხედა გაყუთლეფელში ჭიდა გაყვითლებულ კონვერტს. მან თქვა: მე მჭირდება გურანდა გაბუნია. როდესაც გურანდა გამოვიდა კარებთან, ქალმა გაუწოდა ეს კონვერტი და თქვა: ეს არის თქვენი ქმრის წერილები ჩემი დედისადმი. ისინი შეყვარებულები იყვნენ 20 წლის განმავლობაში. ჩემი დედა გარდაიცვალა გასულ თვეს და მან მითხრა, რომ ეს წერილები უნდა მიმეცათ თქვენთვის, რადგან თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ სიმართლე. გურანდამ გახსნა კონვერტი და იქ იყო 30-ზე მეტი წერილი. ყველა ოთარის ხელით დაწერილი. ყველა სავსე სიყვარულის აღიარებებით, დაპირებებით, გეგმებით, საერთო მომავლის შესახებ. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გურანდამ მიხვდა, ის არ იყო ერთადერთი. ოთარს, რომელიც მას ამბობდა: შენ ხარ ჩემი ერთადერთი, შენს გარეშე მე არ ვარსებო. ხადა სხვა ქალი, რომელსაც ის წერდა იმავე სიტყვებს, იმავე დაპირებებს, იმავე სიყვარულის აღიარებებს. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ეს ურთიერთობა გრძელდებოდა იმ მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ოთარი აკეტებდა გურანდას სახლში, აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს, ამბობდა, რომ ეშინოდა მისი დაკარგვის. როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც ასე ეჩვიანობდა, რომელიც ასე აკონტროლებდა, რომელიც ასე ინარჩუნებდა გურანდას ციხეში, ხოლო საიდუმლო ურთიერთობა 2000 წლეულის განმავლობაში? ეს იყო ის კითხვა, რომელმაც გურანდას გონება თითქმის დაკარგვინა. გურანდამ იჯდა სამზარეულოში. ხელში ჭიდა იმ წერილებს და კითხულობდა მათ ერთს მეორის მიყოლებით. და ყოველი წერილი იყო როგორც ახალი დანის დარტყმა. ოთარი წერდა ამ ქალისთვის: შენ ხარ ჩემი ნამდვილი სიყვარული. შენთან ერთად მე გვგზნობ თავს თავისუფლად. შენთან ერთად მე ვარ ის, ვინც მე ნამდვილად ვარ. ის წერდა მას იმ დღეებში, როდესაც გურანდა იჯდა სახლში, ელოდა მას, ამზადებდა მას საჭმელს, ზრუნავდა მასზე, როგორც დედა ბავშვზე. ის წერდა მას იმ საღამოებში, როდესაც გურანდას ამბობდა: მე წავალ რეპეტიციაზე. და შემდეგ მიდიოდა ამ ქალთან, ატარებდა მასთან საათებს, დღეებს, ღამეებს. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ამ წერილებში არ იყო არანაირი ეჭვიანობა, არანაირი კონტროლი, არანაირი შიში. ოთარი წერდა ამ ქალისთვის როგორც ნორმალური ჯანსაღი, თავისუფალი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა პათოლოგიური ეჭვიანობა, არ ჰქონდა პანიკური შეტევები, არ ჰქონდა ის ყველა სიმპტომი, რომელსაც ის აჩვენებდა გურანდას. გურანდამ მაშინ მიხვდა რაღაც საშინელი. ოთარის ეჭვიანობა არ იყო დაავადება. ეს იყო იარაღი. ეს იყო გზა, რომლითაც ის აკონტროლებდა გურანდას, ინარჩუნებდა მას ციხეში, აიძულებდა მას დარჩენილიყო მასთან. ოთარი არ იყო ავადმყოფი. ის იყო მანიპულატორი, რომელმაც იცოდა როგორ გამოეყენებინა გურანდას სიკეთე, მისი თანაგზნობა, მისი შიში იმისა, რომ ის იქნებოდა პასუხისმგებელი ოთარის სიკვდილზე. ოთარმა გააკეთა გურანდა თხვედ არა იმიტომ, რომ უყვარდა ძალიან ძლიერად, არამედ იმიტომ, რომ სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც იქნებოდა მისი მსახური, მისი მედდა, მისი ჩრდილი. ხოლო თავად ის ცხოვრობდა თავისუფლად. ყავდა სხვა ქალი, ჰქონდა სხვა ცხოვრება, რომელზეც გურანდა არაფერი იცოდა. ის დღე იყო ის მომენტი, როდესაც გურანდას რაღაც მოსკდა შიგნით. არა გული უკვე დიდი ხნის წინ იყო მოსკდომილი. მოსკდა ის ბოლო ძაფი, რომელიც აკავშირებდა მას ოთარის მიმართ რაიმე გრძნობას. მოსკდა ის ილუზია, რომ ის აკეთებდა რაღაც კარგს, რომ ის იყო მხსნელი, რომ ის იყო ანგელოზი, რომელიც ინარჩუნებდა ოთარს ცოცხალს. გურანდამ მიხვდა, ის არ იყო მხსნელი. ის იყო მსხვერპლი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ტყუილში, ილუზიაში, ციხეში, რომელსაც ოთარმა ააშენა არა სიყვარულით, არამედ მანიპულაციით, შანტაჟით, ტერორით. მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა? როგორ უნდა წასულიყო?
და რა მოხდებოდა თუ ოთარი გაიგებდა, რომ გურანდამ იცოდა მისი საიდუმლო ცხოვრების შესახებ. როდესაც ოთარი დაბრუნდა სახლში იმ საღამოს, გურანდა იჯდა სამზარეულოში და მის წინაშე მაგიდაზე იდო ის წერილები, ყველა ერთად, როგორც მტკიცებულება დანაშაულისა. ოთარმა შევიდა, დაინახა ეს წერილები და გაშეშდა. მისი სახე გაიფერა, მისი ხელები დაიწყო კანკალი, მისი თვალები გაფართოვდა შიშისგან. ის იცოდა, რომ ეს იყო დასასრული, რომ ეს იყო ის მომენტი, როდესაც ყველაფერი ამოვიდოდა ზედაპირზე, როდესაც ყველა ტყუილი, ყველა მანიპულაცია, ყველა თამაში დასრულდებოდა. მაგრამ ოთარი იყო მსახიობი, ბრწყინვალე მსახიობი, რომელმაც იცოდა, როგორ ეთამაშა ნებისმიერი როლი. და ის დაიწყო თამაში, რომელიც იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი. ოთარი ჩაიჩოქა იატაკზე გურანდას წინაშე და დაიწყო ტირილი. არა ისტერიული, არამედ ჩუმი, ღრმა, ტკივილით სავსე ტირილი. ის ამბობდა: მე ვიცი, რომ მე ვარ ყველაზე უარესი ადამიანი დედამიწაზე. მე ვიცი, რომ მე არ ვიმსახურებ შენს პატიებას. მე ვიცი, რომ მე გავანადგურე შენი ცხოვრება, მაგრამ გთხოვ მომისმინე. გთხოვ მიბოძე ერთი შანსი ახსნის. გურანდა იჯდა და უყურებდა მას და მის თვალებში აღარ იყო თანაგრძნობა, აღარ იყო სიბრალული, აღარ იყო სიყვარული. იყო მხოლოდ ცივი, цаრიელი მზერა, რომელიც უყურებდა ადამიანს, რომელმაც მოპარა მისი ცხოვრების 20 წელი. ოთარმა დაიწყო თხრობა, რომელიც იყო ნახევრად სიმართლე, ნახევრად ტყუილი, ნახევრად გამართლება, ნახევრად მანიპულაცია. ის ამბობდა: ეს ქალი იყო ჩემი წარსული, ჩემი ახალგაზრდობის შეცდომა. მე ვიცნობდი მას შენამდე, დიდი ხნით შენამდე. და როდესაც შენ შეგიყვარდი, მე უთხარი მას, რომ ყველაფერი დასრულდა. მაგრამ ის არ მიშვებდა. ის მომწერდა წერილებს, ის მომდევდა, ის მუქარა მიმცემდა, რომ ყველაფერს გაამჟღავნებდა, თუ მე არ შევხვდებოდი მას. მე ვეცადე დაცვა შენი, დაცვა ჩვენი ოჯახის, დაცვა ჩვენი რეპუტაციის. მე ვწერდი მას იმ წერილებს, რომ დამემშვიდებინა, რომ არ გაეკეთებინა სკანდალი, რომ არ გაენადგურებინა ჩვენი ცხოვრება. ოვრება. ეს იყო ბრწყინვალე თამაში, ბრწყინვალე მანიპულაცია, რომელშიც ოთარი აქცევდა საკუთარ თავს სხვერპლად. აქცევდა იმ ქალს ბოროდ ძალად. აქცევდა საკუთარ ღალატს გმირობად. მაგრამ გურანდა აღარ იყო ის ახალგაზრდა გულუფხვილო ქალი, რომელიც 20 წლის წინ დაჯერებდა ოთარის ყოველ სიტყვას. ის იყო ქალი, რომელმაც გაატარა 20 წელი ციხეში. ქალი, რომელმაც ისწავლა, როგორ წაეკითხა ადამიანების სიცრუე, როგორ დაენახა მანიპულაცია მათ თვალებში. მან უთხრა ოთარს: შენ წერდი მას იმავე სიტყვებს, რომელსაც მე მეუბნებოდი. შენ აპირებდი მასთან საერთო მომავლის ააშენებას. შენ არ იყავი მსხვერპლი. შენ იყავი ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ორი ცხოვრება. ერთი, სადაც შენ იყავი ტირანი და მეორე, სადაც შენ იყავი თავისუფალი. და მე ვიყავი ის, ვინც იჯდა ციხეში. ხოლო შენ დადიოდი გარეთ და ცხოვრობდი. ოთარმა მაშინ შეცვალა ტაქტიკა. ის წამოდგა იატაკიდან, მივიდა გურანდასთან და ჩაეხუტა. ის ამბობდა: შენ მართალი ხარ, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ. მე ვარ ბოროტი, მე ვარ ავადმყოფი. მე ვარ ის, ვინც გაანადგურა შენი ცხოვრება. მაგრამ გთხოვ, არ მიმატოვო ეხლა. გთხოვ, მიბოძე ერთი შანსი, ერთი უკანასკნელი შანსი. მე წავალ ექიმთან. მე მივიღებ მკურნალობას, მე შევიცვლები. მაგრამ გთხოვ, დარჩი ჩემთან. რადგან შენს გარეშე მე ნამდვილად მოვკვდები. ეს იყო ის ძველი თამაში, ის ძველი მანიპულაცია, რომელიც მუშაობდა 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ამჯერად რაღაც შეიცვალა. გურანდამ უთხრა: არა. ეს იყო პირველი ჯერ 20 წლის განმავლობაში, როდესაც გურანდამ უთხრა ოთარს არა. არა მის თხოვნას, არა მის მანიპულაციას, არა მის შანტაჟს. და ოთარმა მაშინ მიხვდა, რომ ის კარგავდა კონტროლს, რომ ის კარგავდა თავის ძირითად იარაღს, რომ გურანდა აღარ იყო ის ტყვე, რომელიც ის ქმნიდა წლების განმავლობაში. ოთარის სახე შეიცვალა. ტირილი გაქრა, მანიპულაცია გაქრა და მის ნაცვლად გამოჩნდა რაღაც სხვა, რისხვა, ბრაზი, სიძულვილი. ის უთხრა გურანდას: თუ შენ წახვალ, მე გავაჟღერებ ყველაფერს. მე ვითხვი ყველას, რომ შენ იყავი ცუდი ცოლი, რომ შენ მიმატოვე, როდესაც მე ავად ვიყავი, რომ შენ ხარ ის, ვინც გაანადგურა ჩვენი ოჯახი, მე გავაკეთებ შენ ბოროტად ამ ისტორიაში. გურანდა მაშინ გაიღიმა. პირველად 20 წლის განმავლობაში გაიღიმა, არა იმიტომ, რომ უნდა გაეღიმა, არამედ იმიტომ, რომ რეალურად იგრძნო რაღაც, რასაც ის დიდი ხანია არ უცნობდა. თავისუფლება. მან უთხრა ოთარს: გააკეთე ეს. გაამჟღავნე ყველაფერი. მითხარი ყველას, რომ მე ვარ ბოროტი.
მაგრამ მე ასევე გავამჟღავნებ ყველაფერს. შენს წერილებს, შენს საიდუმლო ურთიერთობას, შენს ტყუილებს, შენს ტყუილებს, შენს манипуляციებს და ვნახოთ, ვის დაუჯერებენ ადამიანები. შენ ცნობილ მსახიობს, რომელსაც აქვს რეპუტაცია ეჩვიანი ტირანისა, თუ მე, ქაოს, რომელმაც გაატარა 20 წელი ციხეში და ახლა საბოლოოდ გაბედა სიმართლის თქმა. ოთარმა მაშინ მიხვდა, რომ ის წააგო. ის წააგო არა იმიტომ, რომ გურანდა იყო ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ გურანდას აღარ ჰქონდა რაიმე დასაკარგი. ქალი, რომელსაც აღარ აქვს რაიმე დასაკარგი, არის ყველაზე საშიში ადამიანი, რადგან მას აღარ შეუძლია манипуლირება, აღარ შეუძლია შანტაჟი, აღარ შეუძლია კონტროლი. გურანდა იყო თავისუფალი, პირველად 20 წლის განმავლობაში, და ეს თავისუფლება ისუფლება იყო ყველაზე საშინელი რამ ოთარისთვის. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? როგორ გაგრძელდა ეს ისტორია? და რატომ მიუხედავად ყველაფრისა, გურანდა მაინც დარჩა ოთართან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში? პასუხი იყო მარტივი და ამავე დროს საშინელი. გურანდა დარჩა არა იმიტომ, რომ უყვარდა ოთარი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ქართველი ქალი, რომელიც გაიზარდა საბჭოთა კავშირში, სადაც განქორწინებული ქალი იყო დამარცხებული ქალი, სადაც ოჯახის დაშლა იყო სირცხვილი, სადაც ქაოს ასწავლიდნენ იტანჯე, მაგრამ შეინარჩუნე ოჯახი. გურანდა იცოდა, რომ თუ ის წავიდა, მთელი საზოგადოება მას დაგმობდა, არა ოთარს. ადამიანები იტყოდნენ, როგორ შეეძლო მას მიეტოვებინა ასეთი დიდი მსახიობი, როგორ შეეძლო მას გაენადგურებინა ასეთი იდეალური ოჯახი. არავინ იტყოდა, როგორ შეეძლო ოთარს გაენადგურებინა ქალის ცხოვრება 20 წლის განმავლობაში. ეს იყო ის რეალობა, რომელშიც გურანდა ცხოვრობდა, და ეს რეალობა იყო მეორე ციხე, რომელიც იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ოთარის ეჭვიანობა. მაგრამ რაღაც შეიცვალა იმ დღის შემდეგ, როდესაც გურანდამ იპოვა ის წერილები. გურანდა აღარ იყო ის მორჩილი ჩრდილი, რომელიც მიხვებოდა ოთარს ყველგან. ის დაიწყო საკუთარი ცხოვრების აშენება, ნელა, ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ. ის დაბრუნდა თეატრში, მიუხედავად ოთარის წინააღმდეგობისა. ის დაიწყო მეგობრებთან შეხვედრები, მიუხედავად ოთარის კონტროლისა. ის დაიწყო საკუთარი თავის პოვნა. იმ ქალის პოვნა, რომელიც იყო დაკარგული 20 წლის განმავლობაში. და ოთარი ხედავდა ამას, და ის არაფერს ვერ აკეთებდა, რადგან მისი ძირითადი იარაღი, манипуляცია, აღარ მუშაობდა. 2000-იანი წლების ბოლოს ოთარის ჯანმრთელობა დაიწყო გაუარესება. არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური. მას ჰქონდა პრობლემები გულთან, პრობლემები ღვიძლთან, პრობლემები თირკმელებთან. ექიმები ამბობდნენ, ეს არის წლების სტრესის, წლების ალკოჰოლის, წლების აბების შედეგი. ოთარი ნელ-ნელა იხწნებოდა, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურად. მისი ეჭვიანობა გადაიზარდა რეალურ პარანოიაში. ის იწყებდა ისეთი პრამის ხილვას, რაც არ არსებობდა. ის ამბობდა, რომ ადამიანები მას დევნიდნენ, რომ ადამიანები მას უსმენდნენ, რომ ადამიანები გეგმავდნენ მის წინააღმდეგ. ის იყო ავადმყოფი, ძალიან ავადმყოფი. და ამჯერად ეს იყო რეალური დაავადება, არა манипуляცია. გურანდა უყურებდა ამას და მის შიგნით იბრძოდა ორი გრძნობა. ერთი მხრივ ის გრძნობდა კმაყოფილებას, რომ ოთარი იღებდა იმას, რასაც იმსახურებდა. რომ ის იტანჯებოდა ისე, როგორც გურანდა იტანჯებოდა 20 წლის განმავლობაში. მეორე მხრივ ის გრძნობდა თანაგრძნობას, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ოთარი იყო ადამიანი, რომელთან ერთად ის გაატარა 20 წელი. ადამიანი, რომელიც იყო მისი ქმარი, მისი ოჯახი, მისი ცხოვრების ნაწილი. და ეს ორი გრძნობა ხიფათავდა მას ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. ერთ საღამოს, როდესაც ოთარი იწვა საწოლში, ავად, სუსტი, უძლური, ის უთხრა გურანდას: მე ვიცი, რომ მე არ ვიმსახურებ შენს პატიებას. მე ვიცი, რომ მე გავანადგურე შენი ცხოვრება. მაგრამ გთხოვ, არ მიმატოვო ეხლა, როდესაც მე ვკვდები. გთხოვ, იყავი ჩემთან ბოლომდე. გურანდა მიჯდა მის გვერდით და უყურებდა ამ ადამიანს, რომელიც ოდესღაც იყო ძლიერი, ლამაზი, ბრწყინვალე და ახლა იყო მხოლოდ ჩრდილი, მხოლოდ ნანგრევები იმისა, რაც ის იყო. და გურანდამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ზოგიერთმა არ გაიგოს, მაგრამ რომელიც იყო ყველაზე ადამიანური გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა. ის დარჩა. ის დარჩა არა იმიტომ, რომ უყვარდა ოთარი, არა იმიტომ, რომ აპატია მას, არა იმიტომ, რომ დაივიწყა ის ყველაფერი, რაც ოთარმა გააკეთა, ის დარჩა იმიტომ, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ღირსება, რომელსაც ჰქონდა სიბრძნე, რომელსაც ჰქონდა გაგება იმისა, რომ შურისძიება არ არის გზა თავისუფლებისკენ. ის დარჩა იმიტომ, რომ ის იყო უკეთესი ადამიანი, ვიდრე ოთარი.
და ის არ იქცეოდა ისე, როგორც ოთარი იქცეოდა. ის დარჩა იმიტომ, რომ ის იყო ქალი, რომელმაც ისწავლა, რომ ნამდვილი თავისუფლება არ არის წასვლა, არამედ არჩევანი. არჩევანი იმისა, თუ როგორ იქცევი, როგორ ცხოვრობ, როგორ ემორჩილები არა სხვის ნებას, არამედ საკუთარ სინდისს. გურანდა გაბუნია დარჩა ოთარ მეღვინეთუხუცესთან მის ცხოვრების ბოლომდე. ის ზრუნავდა მას და მასზე, როდესაც ის იყო ავად. ის იყო მის გვერდით, როდესაც ის იყო უძლური. ის იყო მის გვერდით, როდესაც ის იყო შეშინებული. მაგრამ ამჯერად ეს იყო არა იძულება, არამედ არჩევანი. ეს იყო არა ციხე, არამედ თავისუფლება. თავისუფლება იმისა, რომ აერჩიო როგორ იქცევი, როგორ ცხოვრობ, როგორ ემორჩილები საკუთარ ღირებულებებს, არა სხვის манипуляციებს. და ეს იყო ის გაკვეთილი, რომელიც გურანდამ ისწავლა 20 წლის ტანჯვის შემდეგ. ნამდვილი თავისუფლება არ არის წასვლა, არამედ არჩევანი იმისა, თუ როგორ რჩები. მაგრამ რა იყო ის ბოლო საუბარი, რომელიც გურანდამ გაიმართა ოთართან მის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე? რა უთხრა ოთარმა მას, რაც შეცვალა ყველაფერი? და რატომ მიუხედავად ყველაფრისა, გურანდა დღესაც ამბობს: მე მას ყველაფერი აუპატიე. რა არის ის საიდუმლო, რომელიც გურანდა ინახავს დღემდე და რომელიც ახსნის, თუ რატომ ის დარჩა ბოლომდე? 2015 წელს, როდესაც ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯანმრთელობა უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ექიმები ღიად ამბობდნენ, რომ დრო იყო შეზღუდული, გურანდა გაბუნიას ერთ დილას მოულოდნელი სტუმარი მოვიდა. ეს იყო ნოტარიუსი, რომელიც ხელში ჭიდა ძველ გაოთლებულ საბუთებს და ამბობდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ოთარის ქონებას. როდესაც ნოტარიუსმა გახსნა ის საბუთები, გურანდამ აღმოაჩინა რაღაც, რაც მას არასოდეს ელოდა. ოთარს ჰქონდა მეორე ბინა თბილისში, რომელზეც გურანდას არაფერი იცოდა და ეს ბინა იყო ოფიციალურად გაფორმებული იმ ქალის სახელზე, რომელთან ოთარს ჰქონდა საიდუმლო ურთიერთობა 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რომ ამ ბინაში, ამ საიდუმლო სივრცეში, ოთარმა ინახავდა მთელი თავისი ცხოვრების არქივი. დღიურები, წერილები, ფოტოები, ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც ის რომ აღწერდა თავის ნამდვილ გრძნობებს, თავის ნამდვილ აზრებს, თავის ნამდვილ ცხოვრებას. ნოტარიუსმა უთხრა გურანდას: ქალბატონო, ამ არქივში არის ყველაფერი, რაც ახსნის, თუ რატომ იქცეოდა ოთარი ისე, როგორც იქცეოდა. მაგრამ გაფრთხილებთ, ეს სიმართლე შეიძლება იყოს უფრო მტკივნეული, ვიდრე ყველა ის ტყუილი, რომელშიც თქვენ ცხოვრობდით. გურანდამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა შეცვალა ყველაფერი. ის წავიდა იმ ბინაში, გახსნა ის არქივი და წაიკითხა ყველა ის საიდუმლო, რომელსაც ოთარი მალავდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. რა აღმოაჩინა გურანდამ იმ დღიურებში? რა იყო ის ნამდვილი სიმართლე, რომელიც ოთარი მალავდა? და რატო ამ სიმართლის შემდეგ გურანდა მაინც გადაწყვიტა დარჩენილიყო მის გვერდით ბოლომდე. იმ საიდუმლო ბინაში, რომელიც მდებარეობდა თბილისის ძველ უბანში, სადაც ვიწრო ქუჩები და ძველი სახლები ინახავდნენ თაობების საიდუმლოებებს. გურანდა გაბუნია შევიდა როგორც მოძიებარი, რომელიც ეძებდა ბოლომდკიცებულებას დანაშაულისა. ბინა იყო პატარა, ოროთახიანი, მაგრამ სავსე ნივთებით, რომლებიც ყვებოდნენ ისტორიას. ძველი ფოტოები კედლებზე, წიგნები თაროებზე, ხალიჩა იატაკზე, რომელიც ჰქონდა ნაქსოვი ოთარის დედას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც იდო საძინებელში, დიდ ხის კარადაში, 10-ზე მეტი დღიური, რომლებიც ოთარმა წერდა 1970-იანი წლებიდან 2015 წლამდე, თითქმის 45 წლის განმავლობაში. ეს იყო ის ადგილი, სადაც ოთარი იყო ნამდვილი, სადაც ის არ თამაშობდა როლს, სადაც ის არ იყო მსახიობი, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაერკვია საკუთარ თავში. გურანდამ დაიწყო კითხვა პირველი დღიურიდან, რომელიც დათარიღებული იყო 1970-იანი წლებით, როდესაც ოთარი და გურანდა ახლახან იყვნენ დაქორწინებულები. პირველი ჩანაწერი იყო: დღეს დავრწმუნდი, რომ გურანდა არის ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც კი არსებობს ამ დედამიწაზე. მაგრამ სწორედ ეს მაშინებს. როგორ შემიძლია შევინარჩუნო ასეთი ქალი? როგორ შემიძლია დავრწმუნდე, რომ ის არ წავა? ჩემი დედა მიმატოვა, როდესაც მე 10 წლის ვიყავი. ის წავიდა სხვა მამაკაცთან და მე დავრჩი მარტო მამასთან, რომელიც სვამდა და მცემდა ყოველ საღამოს. მე ვიცი, რომ ყველა ქალი მიდის, ყველა ქალი ტოვებს, ყველა ქალი ღალატობს. მაგრამ გურანდა არ უნდა წავიდეს. ის არ უნდა მიმატოვოს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ის დარჩეს ჩემთან. ეს იყო პირველი ნაწილი თავსატეხისა. პირველი გასაღები იმისა, რომ გაეგო, რატომ იქცეოდა ოთარი ისე, როგორც იქცეოდა. გურანდა კითხულობდა გვერდს გვერდის მიხოლებით,
და ყოველი ჩანაწერი იყო როგორც ახალი ფენა ტკივილისა, ახალი ფენა გაგებისა, ახალი ფენა ტრაგედიისა. ოთარი წერდა. დღეს გურანდა გვიან დაბრუნდა რეპეტიციიდან და მე მთელი საღამო ვფიქრობდი, რომ ის შეხვდა სხვა მამაკაცს, რომ ის მიღალატა, რომ ის მიმატოებს. მე ვიცი, რომ ეს არის სიგიჟე. მე ვიცი, რომ ეს არის დაავადება, მაგრამ მე ვერ ვაკონტროლებ ამ აზრებს. ისინი მოდიან ჩემს თავში როგორც ტალღები და მე ვიხჩობი მათში. მე ვცდილობ იყო ნორმალური, ვცდილობ იყო კარგი ქმარი, მაგრამ ეს შიში, ეს საშინელი შიში იმისა, რომ დავკარგავ მას, მკლავს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. ეს იყო ის ოთარი, რომელსაც გურანდა არასოდეს უნახავს. დაუცველი, შეშინებული, ტანჯული ადამიანი, რომელიც ცდილობდა ებრძოლა საკუთარ დემონებს და წააგებდა ყოველ დღე. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი ჩანაწერები იყო ის, რომლებიც ეხებოდა იმ ქალს, რომელთან ოთარს ჰქონდა საიდუმლო ურთიერთობა. ოთარი წერდა. დღეს შევხვდი მარიამს და ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა დასრულდეს. მაგრამ ის მითხრა რაღაც, რაც მაშინებს. ის მითხრა, რომ ის მიღებს ჩემს ბავშვს. ჩემს ბავშვს, რომელზეც გურანდას არაფერი იცის. ჩემს ბავშვს, რომელიც დაიბადა 1990-იან წლებში და რომელიც ცხოვრობს ამ ბინაში, ამ საიდუმლო სივრცეში, სადაც მე ვარ არა ეჭვიანი ტირანი, არამედ უბრალოდ მამა, რომელიც უყვარს თავის შვილს. გურანდამ გაშეშდა. ოთარს ჰყავდა შვილი. ჰყავდა შვილი, რომელზეც მას არაფერი იცოდა. შვილი, რომელიც იყო დაახლოებით 25 წლის. შვილი, რომელიც ცხოვრობდა თბილისში და რომელსაც ოთარი ხვდებოდა ფარულად. ხდებოდა იმ დროს, როდესაც გურანდა ფიქრობდა, რომ ის იყო რეპეტიციაზე ან გადაღებებზე. გურანდამ განაგრძო კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სიტყვა იყო როგორც დანის დარტყმა. ოთარი წერდა. ჩემი ვაჟი გიორგი. დღეს მკითხა. მამა, რატომ შენ არ ცხოვრობ ჩვენთან? რატომ შენ მოდიხარ მხოლოდ ზოგჯერ? რატომ მე არ შემიძლია გითხრა ჩემს მეგობრებს, რომ შენ ხარ ჩემი მამა? მე ვერ უპასუხე. როგორ უთხრა ბავშვს, რომ მე ვარ მსახიობი, რომელსაც აქვს საჯარო იმიჯი, რომელსაც აქვს ცოლი, რომელსაც აქვს რეპუტაცია? როგორ უთხრა, რომ მე ვარ მშიშარა, რომ მე ვარ სუსტი, რომ მე ვარ ის, ვინც არ შეუძლია აღიარება საკუთარი შვილის? მე ვარ ყველაზე უარესი მამა, რომელიც კი არსებობს. ეს იყო ის ოთარი, რომელიც იყო არა მხოლოდ ეჭვიანი ქმარი, არამედ დამარცხებული მამა. ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ პარალელურ სამყაროში და ვერც ერთში არ იყო ბედნიერი. გურანდამ კითხულობდა და ტიროდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სინანულით, არამედ იმიტომ, რომ გაგებით. ის იწყებდა გაგებას, რომ ოთარი არ იყო უბრალოდ ბოროტი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით აწამებდა მას. ის იყო ავადმყოფი ადამიანი, რომელიც თავად იყო ტყვე საკუთარი შიშებისა, საკუთარი ტრაუმებისა, საკუთარი ტარსულისა. ის იყო ადამიანი, რომელიც დაიბადა ოჯახში, სადაც დედა მიატოვა და მამა აწამებდა. ადამიანი, რომელიც გაიზარდა რწმენით, რომ ყველა ქალი მიდის, ყველა ქალი ღალატობს, ყველა ქალი ტოვებს. და ეს რწმენა გადაიზარდა ობსესიად, ობსესია გადაიზარდა დაავადებად, დაავადება გადაიზარდა ტერორად, რომელიც გაანადგურა არა მხოლოდ გურანდას ცხოვრება, არამედ ოთარის ცხოვრება საკუთარი ცხოვრება. ბოლო დღიურის ბოლო ჩანაწერი იყო დათარიღებული 2015 წლის დასაწყისით. რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე გურანდა წავიდა იმ ბინაში. ოთარი წერდა. მე ვიცი, რომ მე მალე მოვკვდები. ექიმები ამბობენ, რომ ჩემს სხეულს აღარ აქვს ძალა, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინებს არა სიკვდილი, არამედ ის, რომ გურანდა გაიგებს სიმართლეს ჩემი სიკვდილის შემდეგ. ის გაიგებს ჩემს შვილზე, ჩემს საიდუმლო ცხოვრებაზე, ჩემს ყველა ტყუილზე. და ის იფიქრებს, რომ მე არ მიყვარდა. ის, რომ მე ვიყავი მხოლოდ ტირანი, რომელიც აწამებდა მას. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ მე მიყვარდა გურანდა იმდენად ძლიერად, რომ ეს სიყვარული გადაიზარდა შიშად. შიში გადაიზარდა ობსესიად, ობსესია გადაიზარდა დაავადებად. მე გავანადგურე ის, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი. და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული, ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედია, ჩემი ყველაზე დიდი სინანული. თუ გურანდა კითხულობს ამას ჩემი სიკვდილის შემდეგ, მინდა მან იცოდეს. მე ვაპატიებ თხოვნას არა იმიტომ, რომ მიმსახურებ პატიებას, არამედ იმიტომ, რომ მინდა მან იცოდეს, რომ მე ვიყავი ავადმყოფი, არა ბოროტი. მე ვიყავი დაკარგული, არა ბოროტმოქმედი. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ვერ გადაარჩინა საკუთარი თავი
და ამით გაანადგურა ის, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა. გურანდამ დახურა ბოლო დღიური და იჯდა იმ ბინაში, იმ საიდუმლო სივრცეში, სადაც ოთარი იყო ნამდვილი და ტიროდა. ის ტიროდა არა იმიტომ, რომ სინანულით, არა იმიტომ, რომ ბრაზით, არა იმიტომ, რომ სიძულვილით. ის ტიროდა იმიტომ, რომ გაგებით იმისა, რომ ცხოვრება არის უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები არიან უფრო რთულები, ვიდრე ჩვენ ვხედავთ, რომ სიყვარული შეიძლება იყოს ერთდროულად ყველაზე ლამაზი და ყველაზე საშეშინელი რამ, რაც არსებობს ამ სამყაროში. ოთარი არ იყო უბრალოდ ბოროტი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით აწამებდა მას. ის იყო ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და წააგო. ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ის, რასაც უყვარდა და ამით გაანადგურა ის. გურანდამ მაშინ გადაწყვიტა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს. ის გადაწყვიტა, რომ არ გაამჟღავნებდა ამ საიდუმლოს. ის არ გაამჟღავნებდა ოთარის შვილის შესახებ. ის არ გაამჟღავნებდა ამ დღიურების შესახებ. ის არ გაამჟღავნებდა იმ ნამდვილ ოთარზე, რომელიც იყო დამალული ამ საიდუმლო ბინაში. ის გადაწყვიტა, რომ დაიცავდა ოთარის საიდუმლოს, არა იმიტომ, რომ უყვარდა ის, არა იმიტომ, რომ აპატია მას, არამედ იმიტომ, რომ გაიგო. ოთარი იყო ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა, რომელიც იბრძოდა, რომელიც ცდილობდა და წააგო. და ეს იტანჯება, ეს ბრძოლა, ეს წაგება იმსახურებდა არა გამჟღავნებას, არამედ გაგებას. გაგებას, არა დასჯას, არამედ თანაგრძნობას. გურანდამ დაბრუნდა სახლში იმ დღეს და არაფერი უთხრა ოთარს იმის შესახებ, რომ ის იყო იმ ბინაში, რომ ის დაიკითხა ის დღიურები, რომ ის იცოდა ყველაფერი. ის უბრალოდ შევიდა საძინებელში, სადაც ოთარი იწვა საწოლში, ავად, სუსტი, უძლური და ჩამოჯდა მის გვერდით. ოთარმა გახსნა თვალები და უთხრა: "სად იყავი?" გურანდამ უპასუხა: "ვიყავი იქ, სადაც უნდა მყოფილიყავი." ოთარმა მაშინ რაღაც დაინახა გურანდას თვალებში. რაღაც, რაც არასოდეს უნახავს. არა ბრაზი, არა სიძულვილი, არა შიში, არამედ გაგება. ღრმა, ტკივილით სავსე, მაგრამ მაინც გაგება. და ოთარმა მაშინ მიხვდა. გურანდამ იცოდა. ის იცოდა ყველაფერი. და მაინც ის იყო აქ, მის გვერდით. არა იმიტომ, რომ უნდა ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ აირჩია ყოფნა. მაგრამ რა იყო ის ბოლო საუბარი, რომელიც მათ გაიმართეს იმ ღამეს? რა უთხრა ოთარმა გურანდას, რაც საბოლოოდ დახურა ამ ტრაგიკული ისტორიის წრე? და როგორ შეძლო გურანდამ მიუხედავად ყველაფრისა, თქმა იმ სიტყვებისა, რომლებიც ოთარს სჭირდებოდა გაგონება სიკვდილამდე? იმ ღამეს, როდესაც გურანდა გაბუნია, იჯდა ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით და უყურებდა, როგორ სუნთქავდა ის ძნელად, როგორ იბრძოდა ყოველი ჰაერის ნაწილაკისთვის, როგორ ეკარგებოდა ძალა წუთიდან წუთამდე, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს. ოთარმა გახსნა თვალები და უთხრა გურანდას: "მე მინდა გითხრა რაღაც, რაც არასოდეს გითხრა. მე მინდა გითხრა სიმართლე, ნამდვილი სიმართლე, არა ის, რასაც მე ვამბობდი წლების განმავლობაში." გურანდამ ჩაიჩოქა მის გვერდით და უთხრა: "მე ვიცი სიმართლე. მე წავიკითხე შენი დღიურები. მე ვიცი შენს შვილზე, შენს საიდუმლო ცხოვრებაზე, შენს ყველა ტყუილზე. მე ვიცი ყველაფერი." ოთარმა მაშინ დაიწყო ტირილი. არა ხმამავალი, არამედ ჩუმი, ღრმა, ტკივილით სავსე ტირილი, რომელიც მოდიოდა არა თვალებიდან, არამედ სულიდან. ის ამბობდა: "მე ვიცოდი, რომ შენ გაიგებდი. მე ვიცოდი, რომ შენ იპოვიდი იმ ბინას, იმ დღიურებს, იმ ყველა საიდუმლოს. მე ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა და მე ვემზადებოდი ამ დღისთვის მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე ვიცოდი, რომ როდესაც ეს დღე მოვიდოდა, შენ წახვიდი, შენ მიმატოვებდი, შენ მეტყოდი, რომ მე ვარ ყველაზე უარესი ადამიანი, რომელიც კი არსებობს. მაგრამ შენ აქ ხარ. შენ ჯერ კიდევ აქ ხარ. რატო? რატო შენ არ წახვედი? რატო შენ არ მიმატოვ?" გურანდა მაშინ უთხრა რაღაც, რაც იყო ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ტრაგიკული სიტყვები, რომლებიც ოდესმე ითქვა ამ ოთახში, ამ სახლში, ამ ცხოვრებაში. მან უთხრა: "იმიტომ რომ მე გავიგე. მე გავიგე, რომ შენ არ იყავი ბოროტი, შენ იყავი ავადმყოფი. მე გავიგე, რომ შენ არ იყავი ტირანი, შენ იყავი შეშინებული ბავშვი, რომელიც გაიზარდა ოჯახში, სადაც დედა მიატოვა და მამა აწამებდა. მე გავიგე, რომ შენი ეჭვიანობა არ იყო სიძურვილი ჩემდამი, არამედ შიში იმისა, რომ დაგეკარგე მე. მე გავიგე, რომ შენ გაანადგურე ჩემი ცხოვრება, არა იმიტომ, რომ გინდოდა ჩემი ტანჯვა,
არამედ იმიტომ რომ არ იცოდი, როგორ შეგენარჩუნებინა ის, რასაც უყვარდი. და მე გავიგე, რომ შენ თავად იტანჯებოდი უფრო მეტად, ვიდრე მე ოდესმე ვიტანჯე. ოთარმა მაშინ უთხრა. მაგრამ როგორ შეგიძლია პატიება? როგორ შეგიძლია იყო აქ, ჩემს გვერდით, მას შემდეგ რაც მე გავაკეთე შენთან? როგორ შეგიძლია უყურო მე და არ იგრძნო სიძულვილი? გურანდამ უპასუხა. იმიტომ რომ სიძულვილი არის ადვილი, მაგრამ გაგება არის ზნელი. იმიტომ რომ შურიზიება არის ადვილი, მაგრამ პატიება არის ზნელი. იმიტომ რომ წასვლა არის ადვილი, მაგრამ დარჩენა არის ზნელი. და მე აღარ მინდა ადვილი გზა. მე მინდა ძნელი გზა, რადგან ძნელი გზა არის ის, რაც აკეთებს ჩვენ ადამიანებად, არა მხოლოდ არსებებად. ოთარმა მაშინ კითხა. მაგრამ რა მოხდება ჩემი სიკვდილის შემდეგ? რა ითხვი ადამიანებს, როდესაც ისინი იკითხავენ შენზე, ჩვენს ქორწინებაზე, ჩვენს ცხოვრებაზე? რა ითხვი მათ, როდესაც ისინი იკითხავენ, იყო თუ არა ბედნიერი ჩვენი ოჯახი? გურანდამ უპასუხა. მე ვიტყვი, რომ ჩვენი ოჯახი იყო რთული, მაგრამ ნამდვილი. მე ვიტყვი, რომ შენ იყავი ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და ცდილობდა იყო უკეთესი. მე ვიტყვი, რომ ჩვენი სიყვარული არ იყო იდეალური, მაგრამ იყო ნამდვილი. და მე ვიტყვი, რომ მე შენ ყველაფერი გაპატიე, რადგან პატიება არის ერთადერთი გზა თავისუფლებისკენ. არა შენი თავისუფლება, არამედ ჩემი თავისუფლება. ოთარმა მაშინ კითხა ბოლო კითხვა. კითხვა, რომელიც მას სჭირდებოდა გაგონებას სიკვდილამდე. მაგრამ შენ მიყვარდი? მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველა იმ საშინელებისა, რაც მე გავაკეთე, შენ მაინც მიყვარდი? გურანდამ მაშინ უთხრა სიტყვები, რომლებიც იყო ნახევრად სიმართლე, ნახევრად სიყვარული, ნახევრად პატიება, ნახევრად თავისუფლება. მან უთხრა: დიახ, მე მიყვარდი. არა ის შენ, რომელიც იყავი ჩემთან, არამედ ის შენ, რომელიც შენ შეეძლო ყოფილიყავი. არა ის შენ, რომელიც მაკონტროლებდა, არამედ ის შენ, რომელიც წერდა იმ დღიურებს და ცდილობდა გაერკვია საკუთარ თავში. არა ის შენ, რომელიც მაწამებდა, არამედ ის შენ, რომელიც თავად იტანჯებოდა და ცდილობდა იყო უკეთესი. დიახ, მე მიყვარდი ის შენ, რომელიც იყო დამალული იმ საიდუმლო ბინაში, იმ დღიურებში, იმ ნამდვილ სივრცეში, სადაც შენ იყავი არა მსახიობი, არა ტირანი, არამედ უბრალოდ ადამიანი. ოთარმა მაშინ ჩაახუჭა თვალები და გაიღიმა. პირველად დიდი ხნის განმავლობაში გაიღიმა, არა იმიტომ, რომ უნდა გაეღიმა, არამედ იმიტომ, რომ რეალურად იგრძნო რაღაც, რასაც ის დიდი ხანია არ გრძნობდა. მშვიდობა. ის უთხრა გურანდას: მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ დარჩი. მადლობა იმისთვის, რომ გამიგე. მადლობა იმისთვის, რომ მაპატიე. მადლობა იმისთვის, რომ მიყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიმსახურებდი შენს სიყვარულს. გურანდამ ჩაეხუტა მას და ისინი იცვნენ ისე: ორივე ტირილით, ორივე ტკივილით, ორივე გაგებით, ორივე პატიებით, ორივე სიყვარულით, რომელიც იყო რთული, ტრაგიკული, მაგრამ მაინც ნამდვილი. ოთარ მეღვინე თუხუცესი გარდაიცვალა რამდენიმე კვირის შემდეგ, 2015 წლის გაზაფხულზე. გურანდას ხელებში. მშვიდად, უთკივილოდ, იმ გაგებით, რომ ის იყო პატიებული. არა იმიტომ, რომ იმსახურებდა პატიებას, არამედ იმიტომ, რომ გურანდამ აირჩია პატიება როგორც გზა საკუთარი თავისუფლებისკენ. და გურანდა გაბუნია დარჩა ქვრივად, მაგრამ არა როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც გადარჩენილი. არა როგორც დამარცხებული, არამედ როგორც გამარჯვებული. არა როგორც ტყვე, არამედ როგორც თავისუფალი ქალი, რომელმაც ისწავლა ყველაზე ძნელი გაკვეთილი, რაც არსებობს ამ ცხოვრებაში. გაკვეთილი იმისა, რომ პატიება არის არა სისუსტე, არამედ ძალა. არა დამარცხება, არამედ გამარჯვება. არა ციხე, არამედ თავისუფლება. მაგრამ რა მოხდა იმ საიდუმლო ბინასთან, იმ დღიურებთან, იმ ყველა საიდუმლოსთან, რომლებიც ოთარმა დატოვა? რა გააკეთა გურანდამ მათთან? და რა იყო ის ბოლო საიდუმლო, რომელიც გურანდამ აღმოაჩინა ოთარის სიკვდილის შემდეგ და რომელიც საბოლოოდ ახსნიდა ყველაფერს? ოთარ მეღვინე თუხუცესის დაკრძალვის შემდეგ, როდესაც მთელი თბილისი მოვიდა ბოლო მისალმების მისაგებად, როდესაც ჟურნალისტები წერდნენ სტატიებს დიდი მსახიობის შესახებ, როდესაც ტელევიზია აჩვენებდა მის საუკეთესო როლებს, გურანდა გაბუნია დაბრუნდა იმ საიდუმლო ბინაში, სადაც ოთარი ინახავდა თავის ნამდვილ ცხოვრებას. ის წავიდა იქ არა იმიტომ, რომ სურდა კიდევ ერთხელ წაეკითხა ის დღიურები, არამედ იმიტომ, რომ უნდა გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა ამ ყველაფერთან. უნდა გაემჟღავნებინა თუ არა ოთარის საიდუმლო ცხოვრება. უნდა ეთქვა თუ არა ადამიანებისთვის სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ იყო ნამდვილად ოთარი.
უნდა გაეცნობიერებინა თუ არა საზოგადოებისთვის, რომ იდეალური მსახიობი, რომელსაც ყველა უყვარდა, იყო რეალურად ავადმყოფი ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან. როდესაც გურანდა შევიდა იმ ბინაში, ის დაინახა რაღაც, რაც არ ენახა პირველ ჯერზე. იატაკზე, დიდი ხის კარადის ქვეშ, იდო პატარა ხუთი, რომელიც იყო ჩაკეტილი და რომელზეც იყო დაწერილი გურანდას ჩემი სიკვდილის შემდეგ. გურანდამ გახსნა ეს ხუთი და იქ იყო წერილი, ბოლო წერილი, რომელიც ოთარმა დაწერა მისთვის რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ის უკვე იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა. გურანდამ დაიწყო კითხვა და ყოველი სიტყვა იყო როგორც ბოლო აღიარება, ბოლო სინანული, ბოლო პატიების თხოვნ. ოთარი წერდა: ჩემო გურანდა, თუ შენ კითხულობ ამას, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე აღარ ვარ ამ სამყაროში. ეს ნიშნავს, რომ მე საბოლოოდ გავთავისუფლდი იმ ციხიდან, რომელშიც მე ცხოვრობდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ციხე, რომელსაც ქვია შიში, ეჭვიანობა, პარანოია. მე ვიცი, რომ შენ იპოვე ჩემი დღიურები. მე ვიცი, რომ შენ წაიკითხე ყველაფერი. მე ვიცი, რომ შენ იცი ჩემს შვილზე, ჩემს საიდუმლო ცხოვრებაზე, ჩემს ყველა ტყუილზე. და მე მინდა გითხრა, მე არ ვინანებ იმას, რომ მე ყავდა შვილი. მე არ ვინანებ იმას, რომ მე ქონდა საიდუმლო ცხოვრება. მაგრამ მე ვინანებ იმას, რომ მე ეს ყველაფერი დავმალე შენგან. მე ვინანებ იმას, რომ მე გავაკეთე შენ ტყვედ ჩემი შიშებისა. მე ვინანებ იმას, რომ მე გავანადგურე შენი ცხოვრება, იმიტომ რომ მე ვერ გაუნკლავდი საკუთარ დემონებს. წერილი გრძელდებოდა. მაგრამ მე მინდა შენ იცოდე რაღაც, რაც არასოდეს გითხრა. მე მინდა შენ და შენ იცოდე, რომ ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, როდესაც მე გაკონტროლებდი, როდესაც მე გეჭვიანობდი, როდესაც მე გაწამებდი, მე თავად ვიტანჯებოდი უფრო მეტად ვიდრე შენ. მე ვიცოდი, რომ მე ვაკეთებდი რაღაც საშინელს. მე ვიცოდი, რომ მე ვანადგურებდი შენს ცხოვრებას. მე ვიცოდი, რომ მე ვიყავი ტირანი, არა ქმარი. მაგრამ მე ვერ ვაჩერებდი. მე ვერ ვაკონტროლებდი იმ შის, რომელიც მაჭერდა ყელს ყოველ დღე. მე ვერ ვაჩერებდი იმ აზრებს, რომლებიც მოდიოდნენ ჩემს თავში როგორც ტალღები და მიხჩობოდი მათში. მე ცდილობდი იყო უკეთესი. მე ცდილობდი იყო ნორმალური. მე ცდილობდი იყო ის ქმარი, რომელსაც შენ იმსახურებდი. მაგრამ მე ვწააგებდი ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. წერილის ბოლოს ოთარი წერდა: მე მინდა შენ იცოდე, რომ ჩემი ყველაზე დიდი სინანული არ არის ის, რომ მე ყავდა შვილი, რომელსაც მე ვერ ვაღიარებდი. ჩემი ყველაზე დიდი სინანული არ არის ის, რომ მე ქონდა საიდუმლო ცხოვრება, რომელსაც მე ვმალავდი შენგან. ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის ის, რომ მე გავანადგურე შენი ცხოვრება, შენი კარიერა, შენი ბარიერა, შენი ბედნიერება, შენი თავისუფლება. ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის ის, რომ მე გავაკეთე შენ ტყვედ ჩემი დაავადებისა, ჩემი შიშებისა, ჩემი პარანოიისა. და ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის ის, რომ მე ვერ ვიყავი ის ქმარი, რომელსაც შენ იმსახურებდი. ის ადამიანი, რომელიც შენ დაგინახა ჩემში, როდესაც შენ შემიყვარდა. წერილის ბოლო აბზაცი იყო: გურანდა, მე გთხოვ ერთ რამეს. არ გაამჟღავნო ეს საიდუმლოები. არ უთხრა ადამიანებს ჩემს შვილზე, ჩემს საიდუმლო ცხოვრებაზე, ჩემს ყველა ტყუილზე. არა იმიტომ, რომ მე მინდა დაცვა ჩემი რეპუტაცია. ჩემი რეპუტაცია აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მე მოვკვდები. არამედ იმიტომ, რომ მე მინდა დაცვა ჩემი შვილი, რომელმაც არაფერი გააკეთა ცუდი და რომელიც არ იმსახურებს იმას, რომ მთელი საზოგადოება იცოდეს მის შესახებ. მე მინდა დაცვა ის ქალი, რომელიც იყო ჩემი საიდუმლო ურთიერთობა და რომელიც ასევე იყო მსხვერპლი ჩემი დაავადებისა. და მე მინდა დაცვა შენ, რადგან თუ ეს ყველაფერი გამჟღავნდება, ადამიანები დაგდებენ შენ, დაგმობენ შენ. ითქვია, რომ შენ იცოდი ყველაფერი და მაინც რჩებოდი. მე არ მინდა, რომ შენ იტანჯო კიდევ უფრო მეტად ჩემი გამო. გურანდამ დაასრულა წერილის კითხვა და იჯდა იმ ბინაში, იმ საიდუმლო სივრცეში, სადაც ოთარი იყო ნამდვილი და ტიროდა. ის ტიროდა არა იმიტომ, რომ სინანულით, არა იმიტომ, რომ ბრაზით, არა იმიტომ, რომ სიძულვილით. ის ტიროდა იმიტომ, რომ გაგებით. გაგებით იმისა, რომ ოთარი, მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობდა დაეცვა ის. ცდილობდა დაეცვა მისი შვილი. ცდილობდა დაეცვა ის ქალი, რომელიც იყო მისი საიდუმლო ურთიერთობა. ოთარი, მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობდა იყო უკეთესი. ცდილობდა გამოესწორებინა თავისი შეცდომები. ცდილობდა დაეტოვებინა რაღაც კარგი ამ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ მან გააკეთა ბევრი ცუდი. გურანდამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება.
რომელიც იყო ყველაზე ძნელი გადაწყვეტილება მამის ცხოვრებაში. ის გადაწყვიტა, რომ შეასრულებდა ოთარის ბოლო სურვილს. ის არ გაამჟღავნებდა ამ საიდუმლოებს. ის არ გაამჟღავნებდა ოთარის შვილის შესახებ. ის არ გაამჟღავნებდა ამ დღიურების შესახებ. ის არ გაამჟღავნებდა იმ ნამდვილ ოთარზე, რომელიც იყო დამალული ამ საიდუმლო ბინაში. ის გადაწყვიტა, რომ დაიცავდა ოთარის საიდუმლოს, არა იმიტომ, რომ უყვარდა ის, არა იმიტომ, რომ აპატია მას, არამედ იმიტომ, რომ სწორი, ეს იყო ადამიანური. ეს იყო ის, რაც აკეთებდა მას უკეთეს ადამიანად, ვიდრე ოთარი იყო. გურანდამ აიღო ყველა ის დღიური, ყველა ის წერილი, ყველა ის ფოტო, ყველა ის ვიდეო, ჩანაწერი და წაიღო სახლში. ის დაწვა ყველაფერი ეზოში, ნელა, ფრთხილად, უყურებდა როგორ იქცეოდა ცეცხლად ოთარის ნამდვილი ცხოვრება, როგორც იქცეოდა ფერფლად ის ყველა საიდუმლო, რომელსაც ოთარი მალავდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და როდესაც ბოლო გვერდი დაიცვა, როდესაც ბოლო ფოტო გადაიქცა ნაცრად, გურანდამ იგრძნო რაღაც, რასაც ის დიდი ხანია არ გრძნობდა. თავისუფლება. არა თავისუფლება ოთარისგან, ის უკვე იყო თავისუფალი ოთარისგან მისი სიკვდილის შემდეგ. არამედ თავისუფლება საკუთარი წარსულისგან, თავისუფლება საკუთარი ტკივილისგან, თავისუფლება საკუთარი ბრაზისგან, თავისუფლება საკუთარი სიძულვილისგან. გურანდა გაბუნია დღეს ცხოვრობს თბილისში. მარტო, მშვიდად, თავისუფლად. ის აღარ მუშაობს თეატრში, ის აღარ გამოდის საჯარო ღონისძიებებზე, ის აღარ იძლევა ინტერვიუებს. ის ცხოვრობს ჩუმად, უხმაუროდ, მშვიდად, როგორც ადამიანი, რომელმაც იპოვა ის, რასაც ეძებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. მშვიდობა. როდესაც ჟურნალისტები ეკითხებიან მას ოთარზე, ის ამბობს მხოლოდ ერთ რამეს. ის იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა იყო უკეთესი. ის იყო ადამიანიანი, რომელსაც მე ყველაფერი აუპატიე, რადგან პატიება არის ერთადერთი გზა თავისუფლებისკენ. და ეს არის ის ერთადერთი სიმართლე, რომელსაც გურანდა ამბობს, რადგან ეს არის ის ერთადერთი სიმართლე, რომელიც მნიშვნელობა აქვს. 2021 წელს, როდესაც გურანდა გაბუნია უკვე იყო 90 წლის ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა მშვიდად თავის პატარა სახლში თბილისის ძველ უბანში, მას მოულოდნელად მოვიდა სტუმარი, რომელიც შეცვალა ყველაფერს. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 30 წლის, რომელიც იდგა კარებთან და ხელში ჭიდა ძველ ფოტოს. როდესაც გურანდამ გახსნა კარი და დაინახა ეს ახალგაზრდა კაცი, მან გაშეშდა, რადგან ამ კაცის სახეზე ის დაინახა რაღაც, რაც მას არასოდეს დაავიწყდებოდა. ოთარის თვალები, ოთარის ღიმილი, ოთარის ჟესტები. ეს იყო გიორგი, ოთარის საიდუმლო შვილი, რომელსაც გურანდა მიცოდა, მაგრამ რომელსაც არასოდეს შეხვედრია. გიორგი მუთხრა: "ქალბატონო გურანდა, მე ვიცი, რომ თქვენ იცოდით ჩემს აღსებობაზე. მე ვიცი, რომ ჩემი მამა დაწერა თქვენთვის წერილი, სადაც გთხოვდა, რომ არ გაემჟღავნებინათ ჩემი არსებობა. მე ვიცი, რომ თქვენ შეასრულეთ მისი სურვილი და დაიცავით ეს საიდუმლო ყველა ამ წლების განმავლობაში. მაგრამ დღეს მე მოვედი იმიტომ, რომ მინდა გითხრათ რაღაც, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. ჩემი მამა არ იყო ის, ვინც ყველამ ფიქრობდა. ის არ იყო მხოლოდ ეჩვიანი ტირანი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა იყო კარგი მამა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეეძლო იყო კარგი ქმარი." რა უთხრა გიორგიმ გურანდას იმ დღეს? რა იყო ის საიდუმლო, რომელიც საბოლოოდ ახსნიდა ოთარის ყველა მოქმედებას? და რატო ამ საუბრის შემდეგ გურანდამ საბოლოოდ იპოვა ის მშვიდობა, რომელსაც ის ეძებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში? გურანდამ მიიწვია გიორგის შიგნით და ისინი ჩამოჯდნენ სამზარეულოში. იმავე სამზარეულოში, სადაც ოდესღაც გურანდა და ოთარი სვამდნენ ჩაის და საუბრობდნენ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, შიშებზე. გიორგიმ დაიწყო თხრობა, რომელიც იყო ნახევრად მოგონება, ნახევრად აღიარება, ნახევრად გამართლება იმ ადამიანისა, რომელიც იყო მისი მამა. ის ამბობდა: "ქალბატონო გურანდა, მე გაიზარდე იმ ცოდნით, რომ ჩემი მამა არის ცნობილი მსახიობი 100, მაგრამ მე არ შემიძლია უთხრა ამის შესახებ არავის. მე გაიზარდე იმ ცოდნით, რომ ჩემი მამა მოდის ჩემთან ზოგჯერ, ღამით, ფარულად, როგორც ჩრდილი და ატარებს ჩემთან რამდენიმე საათს. შემდეგ კი ქრება, როგორც მოჩვენება. მე გაიზარდე იმ ცოდნით, რომ ჩემი მამა მიყვარს, მაგრამ ის არ შეუძლია იყოს ჩემთან, რადგან ის აქვს სხვა ცხოვრება, სხვა ოჯახი, სხვა სამყარო, სადაც მე არ ვარსებ." გიორგი ბრძელდებოდა. "მაგრამ მე მინდა თქვენ იცოდეთ რაღაც, რაც ალბათ არავინ გითხრათ.
ჩემი მამა, როდესაც მოდიოდა ჩემთან, იყო სხვა ადამიანი. ის არ იყო ეჭვიანი. ის არ იყო კონტროლირებადი. ის არ იყო შეშინებული. ის იყო უბრალოდ მამა, რომელიც თამაშობდა ჩემთან, კითხულობდა მე წიგნებს, ასწავლიდა მე ცხოვრებას. ის ამბობდა მე, გიორგი, შენ უნდა იყო უკეთესი ვიდრე მე ვარ. შენ უნდა იყო ძლიერი, მაგრამ არა ძალადობრივი. შენ უნდა იყო მგზნობიარე, მაგრამ არა სარასუსტი. შენ უნდა იყო გულწრფელი, მაგრამ არა გულუბრხვილო. შენ უნდა ისწავლო ის, რასაც მე ვერ ვისწავლე. როგორ უყვარდე ადამიანს, მაგრამ არ გახადო ის ტყვედ შენი სიყვარულისა. გურანდა უსმენდა ამ სიტყვებს და ტიროდა, რადგან ეს იყო ის ოთარი, რომელსაც ის არასოდეს უნახავს. ოთარი, რომელიც იყო კარგი მამა. ოთარი, რომელიც ცდილობდა ასწავლა თავის შვილს ის, რასაც თავად ვერ ისწავლა. ოთარი, რომელიც ცდილობდა გამოესწორებინა თავისი შეცდომები მეორე თაობაში. გიორგიმ განაგრძო. ჩემი მამა ამბობდა მე ხშირად თქვენ შესახებ. ის ამბობდა, გიორგი, მე მყავს ცოლი, რომელიც არის ყველაზე კარგი ადამიანი, რომელიც კი არსებობს ამ დედამიწაზე. მე გავანადგურე მისი ცხოვრება, მაგრამ ის მაინც რჩება ჩემთან. არა იმიტომ, რომ უყვარს მე, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ღირსება, სიბრძნე, გაგება. თუ შენ ოდესმე შეხვდები მას, უთხარი, რომ მე ვთხოვ პატიებას. არა იმიტომ, რომ ვიმსახურებ პატიებას, არამედ იმიტომ, რომ მინდა მან იცოდეს, რომ მე ვიცოდი, რომ მე ვიყავი ცუდი ქმარი, მაგრამ ცდილობდი იყო კარგი მამა. გურანდა მაშინ კითხა გიორგის. მაგრამ რატომ მოხვედი ახლა? რატომ არ მოხვედი ადრე, როდესაც შენი მამა ცოცხალი იყო? რატომ დაელოდე 6 წელი მისი გარდაცვალების შემდეგ? გიორგიმ უპასუხა, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა დრო, რომ გამერკვია საკუთარ თავში. მე მჭირდებოდა დრო, რომ გამეგო, თუ ვინ იყო ჩემი მამა. რა იყო ის? რატომ იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა? მე მჭირდებოდა დრო, რომ წავეკითხა მისი დღიურები, რომლებიც ჩემი დედა დამიტოვა ჩემთვის. მე მჭირდებოდა დრო, რომ გამეგო, რომ ჩემი მამა არ იყო მხოლოდ ბოროტი ადამიანი, არამედ ავადმყოფი ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და წააგო. და მე მოვედი დღეს იმიტომ, რომ მინდა გითხრათ, თქვენ არ იყავით მარტო. თქვენ არ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა ჩემი მამის გამო. ჩემი დედა ასევე იტანჯებოდა. მე ასევე ვიტანჯებოდი. ჩვენ ყველანი ვიყავით მსხვერპლები იმ დაავადებისა, რომელსაც ქვია შიში, ეჭვიანობა, პარანოია. გურანდამ მაშინ უთხრა გიორგის რაღაც, რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც ოდესმე ითქვა ამ სახლში. მან უთხრა, გიორგი, შენი მამა არ იყო მხოლოდ ავადმყოფი ადამიანი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა იყო უკეთესი, მაგრამ ვერ შეეძლო. ის იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა ძალიან ძლიერად, მაგრამ არ იცოდა როგორ უყვარდეს სწორად. ის იყო ადამიანი, რომელიც გაიზარდა ოჯახში, სადაც დედა მიატოვა და მამა აწამებდა. და ეს ტრაუმა გადაიზარდა დაავადებად, რომელმაც გაანადგურა არა მხოლოდ ჩემი ცხოვრება, არამედ მისი საკუთარი ცხოვრება. მაგრამ მე მინდა შენ იცოდე რაღაც. მე ვაპატიე მას. მე ვაპატიე მას არა იმიტომ, რომ ის იმსახურებდა პატიებას, არამედ იმიტომ, რომ პატიება იყო ერთადერთი გზა ჩემი თავისუფლებისკენ. და მე მინდა შენ ასევე აპატიო მას, რადგან შენ ასევე იმსახურებ თავისუფლებას. თავისუფლებას იმ ბრაზისგან, იმ სინანულისგან, იმ ტკივილისგან, რომელსაც შენ ატარებ შენს შიგნით. გიორგი მაშინ კითხა, მაგრამ როგორ შეიძლება პატიება ადამიანისა, რომელმაც გაანადგურა შენი ცხოვრება? როგორ შეიძლება პატიება ადამიანისა, რომელმაც გაგაკეთა ტყვედ 20 წლის განმავლობაში? 20? როგორ შეიძლება პატიება ადამიანისა, რომელმაც წაგართვა შენი კარიერა, შენი ბედნიერება, შენი თავისუფლება? გურანდამ უპასუხა, იმიტომ რომ პატიება არ არის სისუსტე, არამედ ძალა. იმიტომ რომ პატიება არ არის დამარცხება, არამედ გამარჯვება. იმიტომ რომ პატიება არ არის დავიწყება, არამედ გაგება. მე არ დავივიწყე ის, რაც შენმა მამამ გააკეთა. მე არ დავივიწყე იმ 20 წელს, რომლებიც მე გავატარე ციხეში. მე არ დავივიწყე იმ ტკივილს, იმ ტანჯვას, იმ უიმედობას. მაგრამ მე გავიგე, რომ შენი მამა არ იყო ბოროტი. ის იყო ავადმყოფი. მე გავიგე, რომ ის არ აწამებდა მე იმიტომ, რომ სიამოვნებით, არამედ იმიტომ, რომ თავად იტანჯებოდა. და ეს გაგება მომცა თავისუფლება. თავისუფლება იმისა, რომ აღარ ვიყო მსხვერპლი, არამედ გადარჩენილი. ისინი იჯდნენ იმ სამზარეულოში დიდი ხმის განმავლობაში და საუბრობდნენ ოთარზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე, პატიებაზე. გიორგი უხებოხებოდა გურანდას მოგონებებს თავისი მამის შესახებ.
როგორ ის მოდიოდა ღამით და კითხულობდა მას ზღაპრებს. როგორ ის ასწავლიდა მას თამაშ ჭადრაკში. როგორ ის ამბობდა მას, გიორგი, შენ ხარ ჩემი ერთადერთი იმედი. ერთადერთი შანსი იმისა, რომ რაღაც კარგი დავტოვო ამ სამყაროში. გურანდა უყვებოდა გიორგის თავის მოგონებებს ოთარის შესახებ. როგორ ის იყო ეჩვიანი, როგორ ის აკონტროლებდა მას, როგორ ის აწამებდა მას, მაგრამ ასევე როგორ ის სტიროდა, როგორ ის ევედრებოდა, როგორ ის ამბობდა, გურანდა, მე მოვკვდები შენს გარეშე. და ნელ-ნელა საუბრის განმავლობაში გურანდამ და გიორგიმ დაიწყეს გაგება იმისა, რომ ისინი არ იყვნენ მტრები, არამედ მოკავშირეები. ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ მსხვერპლები, იმავე დაავადებისა, იმავე ტრაგედიისა, იმავე ადამიანისა, რომელიც ცდილობდა უყვარდეს, მაგრამ არ იცოდა როგორ. ისინი დაიწყეს გაგება იმისა, რომ ოთარი არ იყო მხოლოდ ბოროტი ადამიანი, არამედ რთული ადამიანი, ტრაგიკული ადამიანი. ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და წააგო, მაგრამ მაინც ცდილობდა დატოვა რაღაც კარგი, თავისი შვილი, რომელსაც ის ასწავლიდა, იყო უკეთესი, ვიდრე ის თავად იყო. როდესაც გიორგი წავიდა იმ დღეს, გურანდამ იგრძნო რაღაც, რასაც ის დიდი ხანია არ გრძნობდა. სრულყოფილება. არა ბედნიერება, არა ეიფორია, არამედ უბრალოდ სრულყოფილება. გრძნობა იმისა, რომ წრე დაიხურა, რომ ისტორია დასრულდა, რომ ყველაფერი რაც უნდა ითქვა, ითქვა. ყველაფერი რაც უნდა გაგებულიყო, გაიგო. ყველაფერი რაც უნდა პატიებულიყო, პატიებულ იქნა. გურანდამ მიხვდა, რომ ოთარის ისტორია არ იყო მხოლოდ ტრაგედია, არამედ ასევე გაკვეთილი. გაკვეთილი იმისა, რომ ადამიანები არიან რთულები, რომ სიყვარული არის რთული, რომ ცხოვრება არის რთული, მაგრამ მაინც ღირს ცხოვრება, ღირს სიყვარული, ღირს გაგება, ღირს პატიება. 2022 წელს, ერთი წლის შემდეგ გიორგის ვიზიტისა, გურანდა გაბუნია მიიღო კიდევ ერთი მოულოდნელი სტუმარი. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, ჟურნალისტი, რომელიც წერდა ციგნს ქართველი მსახიობების შესახებ და რომელიც მოვიდა ინტერვიუს ჩასაწერად ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ. გურანდამ თავიდან უარი თქვა, როგორც ყოველთვის უარს ამბობდა ყველა ჟურნალისტს, რომლებიც მოდიოდნენ ოთარის შესახებ საუბრისთვის. მაგრამ ეს ჟურნალისტი იყო განსხვავებული. ის არ ეძებდა სკანდალს, არ ეძებდა სენსაციას, არ ეძებდა ბინძურ საიდუმლოებებს. ის ეძებდა სიმართლეს, ნამ სიმართლეს, ნამდვილ სიმართლეს. არა ის, რასაც ადამიანები ამბობდნენ, არამედ ის, რაც რეალურად იყო. ჟურნალისტმა უთხრა გურანდას: "ქალბატონო გურანდა, მე არ მინდა დაწერა კიდევ ერთი სტატია იმის შესახებ, თუ როგორი დიდი მსახიობი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესი. მე მინდა დაწერა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორი ადამიანი იყო ის. მე მინდა დაწერა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდით თქვენ მასთან, რა იყო ის ნამდვილად, რა იყო თქვენი ურთიერთობა. მე არ მინდა გამოვაკვირნო ბინძური საიდუმლოები. მე მინდა გამოვაკვირნოსნო სიმართლე, რადგან სიმართლე არის ის, რაც ეხმარება ადამიანებს გაიგონ, რომ ცხოვრება არის რთული, რომ ადამიანები არიან რთულები, რომ სიყვარული არის რთული, მაგრამ მაინც ღირს." გურანდამ იჯდა და უსმენდა ამ ახალგაზრდა ქალს და ხედავდა მის თვალებში რაღაც, რაც მას აიძულებდა ენდო მას. გულწრფელობა, პატიოსნება, სურვილი გაგების, არა მსჯავრის. და გურანდამ მაშინ გადაწყვიტა რაღაც, რაც ის არასოდეს გადაუწყვეტია. ის გადაწყვიტა, რომ ესაუბრა, რომ უთხრა სიმართლე. არა მთელი სიმართლე, მთელი სიმართლე. არა ის საიდუმლოები, რომლებიც ოთარმა სთხოვა არ გაემჟღავნებინა, არამედ ის სიმართლე, რომელიც შეეძლო დახმარება სხვა ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მსგავს სიტუაციებში. გურანდამ დაიწყო თხრობა, ნელა, ფრთხილად, აფასებდა ყოველ სიტყვას, ყოველ წინადადებებას. ის უყვებოდა ჟურნალისტს იმის შესახებ, თუ როგორი იყო ცხოვრება ოთართან, როგორ ის იყო ეჭვიანი, როგორ ის აკონტროლებდა მას, როგორ ის აწამებდა მას, მაგრამ ასევე როგორ ის სტიროდა, როგორ ის ევედრებოდა, როგორ ის ამბობდა, გურანდა, მე მოვკვდები შენს გარეშე. ის უყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ის ცხოვრობდა ციხეში 20 წლის განმავლობაში, როგორ ის ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა, რადგან ეშინოდა, რომ ოთარი მოკვდებოდა მისი წასვლის გამო. ის უყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ის იპოვა ის წერილები, რომლებმაც გამოავლინა ოთარის საიდუმლო ცხოვრება. როგორ ის წაიკითხა ის დღიურები, რომლებმაც ახსნა, თუ რატომ იქცეოდა ოთარი ისე, როგორც იქცეოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გურანდამ უთხრა ჟურნალისტს ბოლოს. ის უთხრა: მე მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი არ იყო მხოლოდ ბოროტი ადამიანი, რომელიც აწამებდა თავის ცოლს.
ის იყო ავადმყოფი ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და წააგო. ის იყო ადამიანი, რომელიც გაიზარდა ოჯახში, სადაც დედა მიატოვა და მამა აწამებდა. და ეს ტრავმა გადაიზარდა დაავადებად, რომელმაც გაანადგურა არა მხოლოდ ჩემი ცხოვრება, არამედ მისი საკუთარი ცხოვრება. მაგრამ მე ასევე მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მე ვაპატიე მას. არა იმიტომ, რომ ის იმსახურებდა პატიებას, არამედ იმიტომ, რომ პატიება იყო ერთადერთი გზა ჩემი თავისუფლებისკენ. გურანდამ განაგრძო. მე მინდა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ მსგავს სიტუაციებში, იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო. მე მინდა ქალებმა, რომლებიც ცხოვრობენ ურთიერთობებში, სადაც არის კონტროლი, ეჭვიანობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, იცოდნენ, რომ ეს არ არის სიყვარული. მე მინდა მათ იცოდნენ, რომ ნამდვილი სიყვარული არ არის კონტროლიული, არამედ თავისუფლება. ნამდვილი სიყვარული არ არის ეჭვიანობა, არამედ ნდობა. ნამდვილი სიყვარული არ არის ციხე, არამედ ფრთები. მაგრამ მე ასევე მინდა მათ იცოდნენ, რომ თუ ისინი ცხოვრობენ ასეთ ურთიერთობაში, ეს არ არის მათი ბრალი. ეს არ არის იმიტომ, რომ ისინი არიან სუსტები. ეს არის იმიტომ, რომ მათი პარტნიორი არის ავადმყოფი და საჭიროებს დახმარებას. გურანდამ დაასრულა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე მინდა ადამიანებმა იცოდნენ, არის ის, რომ პატიება არ არის სისუსტე, არამედ ძალა. პატიება არ არის დამარცხება, არამედ გამარჯვება. პატიება არ არის დავიწყება, არამედ გაგება. მე ვაპატიე ოთარს არა იმიტომ, რომ დავივიწყე ის, რაც მან გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ გავიგე, რომ ის იყო ავადმყოფი, არა ბოროტი. მე ვაპატიე მას არა იმიტომ, რომ მინდოდა მისი გამართლება, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა ჩემი თავისუფლება. და ეს თავისუფლება, რომელიც მე მივიღე პატიების შემდეგ, არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც მე ოდესმე მქონი. ჟურნალისტმა დაწერა სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში და რომელმაც გამოიწვია უზარმაზარი რეზონანსი საქართველოში. ადამიანები კითხულობდნენ გურანდას ისტორიას და ტიროდნენ, რადგან ბევრი მათგანი იცნობდა მსგავს სიტუაციებს, ბევრი მათგანი ცხოვრობდა მსგავს ურთიერთობებში, ბევრი მათგანი გრძნობდა იმავე ტკივილს, იმავე უიმედობას, იმავე ციხეს. მაგრამ გურანდას ისტორიამ მისცა მათ რაღაც, რასაც ისინი დიდი ხანია არ ჰქონდათ. იმედი. იმედი იმისა, რომ შესაძლებელია გადარჩენა, შესაძლებელია თავისუფლება, შესაძლებელია პატიება, შესაძლებელია ახალი დასაწყისი. ბევრმა ქალმა დაწერა წერილები გურანდას, რომლებშიც ისინი უყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს, თავიანთ ტანჯვას, თავიანთ შიშებს. ბევრმა მათგანმა უთხრა, თქვენი ისტორია მომცა ძალა, რომ წავსულიყავი, რომ დამეტოვებინა ის ადამიანი, რომელიც მაწამებდა. ბევრმა მათგანმა უთხრა, თქვენი ისტორია მომცა გაგება იმისა, რომ ჩემი პარტნიორი არის ავადმყოფი და საჭიროებს დახმარებას. ბევრმა მათგანმა უთხრა, თქვენი ისტორია მომცა იმედი იმისა, რომ შესაძლებელია პატიება და თავისუფლება. და გურანდამ მიხვდა, რომ მისი ტანჯვა, მისი ტკივილი, მისი 20 წელი ციხეში არ იყო უაზრო, რადგან ეს ყველაფერი გახდა გაკვეთილი, გახდა მაგალითი, გახდა იმედი სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ მსგავს სიტუაციებში. დღეს 2025 წელს გურანდა გაბუნია ცხოვრობს თბილისში, მარტო, მშვიდად, თავისუფლად. ის არის 70 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს ნაოჭები სახეზე, ნაცრისფერი თმა, დაღლილი ხელები, მაგრამ ასევე აქვს რაღაც, რაც ბევრ ახალგაზრდა ადამიანს არ აქვს. მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც მოდის არა იმიტომ, რომ ცხოვრება იყო ადვილი, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრება იყო რთული და ის გადარჩა. მშვიდობა, რომელიც მოდის არა იმიტომ, რომ ის არ იტანჯა, არამედ იმიტომ, რომ ის იტანჯა და ისწავლა. მშვიდობა, რომელიც მოდის არა იმიტომ, რომ ის არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ის უყვარდა და აპატია. გურანდა ყოველდილას იღვიძებს. ხსნის ფანჯარას, რომელზეც აღარ არის ის მძიმე ბარდები, რომლებიც იდგა 30 წლის წინ. და უყურებს მზეს, რომელიც ამოდის თბილისის ძველ უბანზე. ის ამზადებს ჩაის, კითხულობს ციგნს, უვლის ყვავილებს თავის პატარა ეზოში. ის ხვდება მეგობრებს, ხვდება გიორგის, ოთარის შვილს, რომელიც გახდა მისი ახლო ადამიანი, თითქმის შვილივით. ის ცხოვრობს მარტივად, ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ ბედნიერად. არა ის ბედნიერება, რომელიც მოდის ეიფორიიდან, არამედ ის ბედნიერება, რომელიც მოდის მშვიდის მშვიდობიდან, გაგებიდან, პატიებით. როდესაც ადამიანები ეკითხებიან მას, ქალბატონო გურანდა, თუ შეგეძლოთ დაბრუნება წარსულში და შეცვლა რაიმე, რას შეცვლიდით? ის ყოველთვის პასუხობს ერთნაირად. მე არაფერ შევცვლიდი. არა იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, გამაკეთა ის, ვინც მე ვარ დღეს. ყველაფერი, რაც მოხდა, მასწავლა მე ის,
რაც მე ვიცი დღეს. ყველაფერი რაც მოხდა, მომცა მე ის მშვიდობა, რომელიც მე მაქვს დღეს. და ეს მშვიდობა, ეს გაგება, ეს პატიება არის უფრო ძვირფასი, ვიდრე ნებისმიერი ბედნიერება, რომელიც მე შემეძლო მქონოდა, თუ ყველაფერი იყო ადვილი. როდესაც ადამიანები ეკითხებიან მას, ქალბატონო გურანდა, თქვენ ნამდვილად აპატიეთ ოთარს? თქვენ ნამდვილად აღარ ბრძნობ ბრას, სიძულვილს, სინანულს? ის ყოველთვის პასუხობს ერთნაირად. დიახ, მე ვაპატიე მას. არა იმიტომ, რომ ის იმსახურებდა პატიებას, არამედ იმიტომ, რომ მე ვიმსახურებდი თავისუფლებას. დიახ, მე აღარ ვგრძნობ ბრას, სიძულვილს, სინანულს. მე ვგრძნობ მხოლოდ გაგებას. გაგებას იმისა, რომ ოთარი იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და წააგო. გაგებას იმისა, რომ ის არ იყო ბოროტი, ის იყო ავადმყოფი. გაგებას იმისა, რომ ის არ აწამებდა მე იმიტომ, რომ სიამოვნებით, არამედ იმიტომ, რომ თავად იტანჯებოდა. და ეს გაგება მომცა მშვიდობა, რომელიც არის უფრო ძვირფასი, ვიდრე ნებისმიერი შურის ძიება. და როდესაც ადამიანები ეკითხებიან მას, ქალბატონო გურანდა, რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც ცხოვრობენ მსგავს სიტუაციებში, რომლებიც ცხოვრობენ ურთიერთობებში, სადაც არის კონტროლი, ეჭვიანობა, ფსიქოლოგიური ძალადობა? გურანდა ყოველთვის პასუხობს ერთნაირად. მე ურჩევდი მათ, რომ პირველ რიგში გაიგონ, რომ ეს არ არის მათი ბრალი. ეს არ არის იმიტომ, რომ ისინი არიან სუსტები, ეს არის იმიტომ, რომ მათი პარტნიორი არის ავადმყოფი. მე ურჩევდი მათ, რომ ეცადონ დაეხმარონ თავიანთ პარტნიორს, რომ წავიდეს ექიმთან, რომ მიიღოს კურნალობა. მაგრამ მე ასევე ურჩევდი მათ, რომ თუ მათი პარტნიორი უარს ამბობს დახმარებაზე, თუ მათი პარტნიორი აგრძელებს მათ წამებას, მაშინ ისინი უნდა წავიდნენ. ისინი უნდა გადაარჩინოს საკუთარი თავი, რადგან ვერავინ გადაარჩენს ადამიანს, რომელიც არ სურს გადარჩენა. გურანდა ასრულებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე ურჩევდი მათ, არის ის, რომ ისინი ისწავლონ პატიება. არა პატიება იმისა, რომ დარჩნენ ურთიერთობაში, რომელიც მათ აწამებს, არამედ პატიება იმისა, რომ წავიდნენ და მაინც არ იტარონ ბრაზი, სიძულვილი, სინანული თავიანთ გულში. რადგან ბრაზი, სიძულვილი, სინანული არის ციხე, რომელიც უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ციხე. პატიება არის გასაღები ამ ციხიდან. პატიება არის გზა თავისუფლებისკენ. პატიება არის ის, რაც აკეთებს ჩვენ ადამიანებად, არა მხოლოდ არსებებად. ოთარ მეღვინეთუხუცესის ისტორია არის ტრაგედია, მაგრამ ასევე გაკვეთილი. ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც იბრძოდა საკუთარ დემონებთან და წააგო. მაგრამ ასევე ისტორია ქალისა, რომელმაც გადარჩა, გაიგო და აპატია. ეს არის ისტორია სიყვარულისა, რომელიც გადაიზარდა ობსესიად, ობსესიისა, რომელიც გადაიზარდა დაავადებად, დაავადებისა, რომელმაც გაანადგურა ორი ცხოვრება, მაგრამ ეს ასევე არის ისტორია პატიებისა, რომელმაც გადაარჩინა ერთი ცხოვრება და მისცა მას თავისუფლება. ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა 2015 წელს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა ცოცხლობს. არა მხოლოდ მისი როლები, არა მხოლოდ მისი ფილმები, არამედ ასევე მისი ისტორია. ისტორია, რომელიც ასწავლის ადამიანებს, რომ ცხოვრება არის რთული, რომ ადამიანები არიან რთულები, რომ სიყვარული არის რთული, მაგრამ მაინც ღირს. ისტორია, რომელიც ასწავლის ადამიანებს, რომ პატიება არ არის სისუსტე, არამედ ძალა. ისტორია, რომელიც ასწავლის ადამიანებს, რომ თავისუფლება მოდის არა წასვლიდან, არამედ გაგებიდან, პატიებიდან, მშვიდობიდან. გურანდა გაბუნია დღეს ცხოვრობს თავისუფლად, არა იმიტომ, რომ ის წავიდა ოთარისგან, არამედ იმიტომ, რომ ის აპატია მას. ის ცხოვრობს მშვიდად, არა იმიტომ, რომ ის დაივიწყა წარსული, არამედ იმიტომ, რომ ის გაიგო წარსული. ის ცხოვრობს ბედნიერად, არა იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, გამოუსწორდა მას გაკვეთილად, გამოცდილებად, სიბრძნედ. და ეს არის ის ბოლო გაკვეთილი, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესის და გურანდა გაბუნიას ისტორია გვასწავლის. რომ ცხოვრება არ არის შავი და თეთრი, რომ ადამიანები არ არიან მხოლოდ კარგები ან ცუდები, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ ლამაზი ან საშინელი. ცხოვრება ურება არის რთული, ადამიანები არიან რთულები, სიყვარული არის რთული. მაგრამ სწორედ ეს სირთულე, ეს ტანჯვა, ეს ბრძოლა არის ის, რაც აკეთებს ჩვენ ადამიანებად. და სწორედ პატიება, გაგება, მშვიდობა არის ის, რაც აძლევს ჩვენ თავისუფლებას. არა თავისუფლებას სხვებისგან, არამედ თავისუფლებას საკუთარი ბრაზისგან, საკუთარი სიძულვილისგან, საკუთარი სინანულისგან. მეგობრებო,
როგორ უყურებთ ოთარ მეგვინეთუხუცესის ისტორიას? იყო თუ არა ის მსხვერპლი საკუთარი ბავშვობის ტრაუმებისა და ფსიქიკური დაავადებისა? თუ თავად იყო პასუხისმგებელი იმ ტანჯვაზე, რომელიც მან გამოიწვია? და რას ფიქრობთ გურან და გაბუნიას გადაწყვეტილებაზე? იყო თუ არა ის სწორი, რომ დარჩა ბოლომდე და აპატია ყველაფერი? იყო თუ არა ეს ძალა თუ სისუსტე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იცოდეთ, ახსოვთ თუ არა ოთარი, თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს მოგონებებში. დააჭირეთ ლაიქს სიმართლისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ სხვა ისტორიები ქართველი ლეგენდების შესახებ, რომლებიც იყვნენ არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ ადამიანები, რთული, ტრაგიკული, მაგრამ ნამდვილი ადამიანები.